გამარჯობათ მეგობრებო, დღეს კვლავ ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს, უпростоრად დავაბრუნე მე ჩვენი სტუმარი, რომელიც რამდენიმე ვიდეოთი ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ ძალიან საინტერესო ვიდეო მასთან ერთად ინტერვიუ და რადგან ჩემი მაყურებლების უმეტესობას ძალიან მოსწონს ალპინისტური თემები და გატაცებულია ესე ვირტუალური ალპინიზმით ყოველ შემთხვევაში სავარძლიდან და ტახტიდან მოვიწვი ადამიანი, რომელიც ფიზიკურად დადიოდა მთაში. ირაკლი უგულავა, რომელსაც საკმაოდ ესეთი ხელშესახები წარმატებები აქვს ალპინიზმში და ახლა მინდა მე უბრალოდ თავიდან დავიწყო. სულ ყველას ამას ვეკითხები და ყოველთვის აქედან ვიწყებ. როგორ, მარტივი კითხვაა, მაგრამ ესეთი საინტერესო ბევრი ისეთი ადამიანის რომელიც შეიძლება დაინტერესდეს ამ არ ვიცი რა დავარქვა სპორტია? მოდი აქედან დავიწყო და მე მითხარი როგორ სპორტიც არ არის რა, მოდი ესე ვთქვათ რა. ხო, მოდი, აი შენ მითხარი რა. ცოტა უფრო მეტია. ცოტა უფრო მეტია და ცოტა უფრო სხვა რამე არის. მეც ასე. მაგრამ რა არის ზუსტად ეგ ბოლომდე ცნობილი არც არის რა. დამოკიდებულება ხო არ არის? ხო არ იწევს. არის, რა თქმა უნდა, არის, ეგეც არის, მაგრამ მოკლედ კლასიკურად სპორტს მე ვერ დაუძახებ ამას ყველაფერს. ერთადერთი ადგილი სხვათა შორის, სადაც ეს საქმიანობა ესე სპორტად ითვლებოდა, იყო საბჭოთა კავშირი. სადაც ტარდებოდა ჩემპიონატები და მთელი შეჯიბრებები და ეგეთი რაღაცეები. სპორტის ოსტატობას იძლეოდნენ და ეგ ოსტატობა, ნორმატივები იყო გაწერილი ძალიან დეტალურად და ძალიან წვრილად. კაი, რახან ასე ვთქვა, დავიწყეთ უკვე, მოდი შევეხები. შენი პირველი ნაბიჯები მაინტერესებს, ხო? ორი სიტყვით შევეხები რა. საბჭოთა კავშირში და საბჭოთა საქართველოში ალპინიზმი ეს იყო ერთგვარი საშუალება აი ძალიან შორს გაქცეოდი იმ ნაცრისფერ რეალობას, რომელიც ყველას გტანჯავდა რა. აქედან გამომდინარეა ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აკადემიური წრეებიდან იღებდა ამ საქმიანობაში ძალიან აქტიურ მონაწილეობას. ეს იყვნენ მეცნიერ მუშაკები, თან მეცნიერ მუშაკები არა მარტო ტექნიკური დარგის, არამედ ჰუმანიტარული დარგისაც. ეს იყვნენ აი ინჟინრები, აი რუსეთის და უკრაინის განსაკუთრებულად დიდი ნაწილი ალპინისტებისა, ეს იყვნენ ასე ვთქვათ რაღაცა დახურული საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინრები. რომლებიც ძალიან მაღალი ინტელექტუალური ხალხი იყო, ძალიან განათლებული ხალხი იყო, ძალიან ბევრი რაღაცა იცოდა თავის სფეროში, ძალიან წარმატებული, მაგრამ აი ეს ასეთივე ტერმინს ვიხმარა სლენგს, რუსულს ატდუშინას აი ამაში ნახულობდნენ რა, რომ აი წელიწადში ერთი თვე და რაღაც წარმატებებს აღწევს, ზოგი 2-3 თვითაც კი აი იმ ზავოდს და იმ რაღაც დახურულ კაბელს შეეძლო ლეგალურად გამოქცეულიყო რა. ეს იყო საბჭოთა კავშირის ალპინიზმის ისეთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. საერთოდ მე როგორც გამიგია ხა მაგ საკითხი მე ხა არ მიკვლევია, მაგრამ ბევრ საინტერესო ადამიანთან, ვისაც იმ დროის გამოცდილება აქვს სიარულის, მილაპარაკია და ყველა იძახის ერთი და იგივე რაღაცას რა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ჯარებმა სამთო ბრძოლები ვერმახტთან და გერმანიის ჯარებთან წააგეს 10-0. ანუ ფაქტიურად პირწმინდად განადგურდნენ და აღმოჩნდა რომ საერთოდ არ ქონდათ არანაირი გამოცდილება და არანაირი ეფექტი იმ ჯარებს საბჭოთა ჯარებს სამთო პირობებში. Das ist die meteorologische Station, die von den Sowjets militärisch besetzt. Diesen weht die Reichskriegsflagge. მეორე მხრივ გერმანიის ჯარები იყვნენ ძალიან ეფექტურები და ამას აქვს ძალიან კონკრეტული ახსნა. გერმანიას ყავდა სპეციალიზირებული ეს სპორტული თანრიგები რო შემოიღეს და ძალიან მკაცრ რეგულაციები შემოიღეს.
რის შედეგადაც ზუსტად იცოდი ადამიანს, აი წიგნაკი ქონდა, ამ წიგნაკში ზუსტად იყო აღწერილი რა, ასე ვთქვათ, რა მიღწევები ქონდა ამ სფეროში და ამ წიგნაკში შენ რომ მიქონდა კომისარიატში, იმ კომისარმა ზუსტად იცოდა შენ რა ასე ვთქვათ, რა დონეზე უნდა გაგამწესონ შესაბამის დივიზიაში თუ შესაბამის სამხედრო განყოფილებაში. ასე რომ მე გაითვალისწინეს ეს შემდეგ რაც თავარი აეწყო ძალიან ფართო და მნიშვნელოვანი ბანაკების სისტემა. ვაგერნაის სისტემა რაც ერქვა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე მხოლოდ 1 წელი მომიწია ასე და ბანაკში ყოფნა, რაც ჩემი აზრით ძალიან საინტერესო გამოცდილებაა და პრინციპში კიდე 1-2-3 წელიც რომ მეტი რომ მომწეოდა, არ ვიტყოდი უარს. მაგრამ დაიშალა 91 წელს საბჭოთა კავშირი, აი 91 წლის პუჩი რო იყო, მაშინ სწორედ ვიყავი ზესხო იყო ესეთი ბანაკი, აი ბანაკიდან ვბრუნდებოდი რა აგვისტოში სვანეთში ხო, სვანეთში. ანუ ერთი ახლა უნივერსიტეტში და მაგამდე რა. როგორ ხდებოდა სტანდარტული, ასე ვთქვათ, ჩემი თაობის სტანდარტული ქართველი საბჭოთა კავშირზე ძირითადად ხდებოდნენ, რუსეთზე არ გავჩერდები, იქ ქარხანას ჰქონდა თავიანთი, აქაც ჰქონდა უბრალოდ იქიდან ხდებოდნენ, მაგრამ დიდი ნაწილი ხდებოდა უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, ღონისძიებებიდან. და საქართველოს თბილისი მოგეხსენება არის თუ რაღაც 100 კილომეტრში მთებიდან, ანუ დაждები ხო 2-3 საათში უკვე ხარ ხდის ხეობაში, ჭაუხში, ან ყინვარწვერის ძირში, ან კიდე სხვა უამრავ ადგილას შეგიძლია ეგეთ ღონისძიება ჩაატარო და ძალიან ადვილი იყო რა. ესეთი ტრადიცია არსებობდა უნივერსიტეტის ალპური კლუბი, ნიკოლაძის სახელობის, გიორგი ნიკოლაძის სახელობის უნივერსიტეტის ალპური კლუბი, რომელსაც ყოველ წელს ოქტომბრის თვეში ატარებდა ალპინიადას. ეს ალპინიადა ძირითადად ტარდებოდა ხდის ხეობაში. ხოიც ხდის ხეობა. რუსულ რუკებზე კისწინკა რო აწერი. რეკა კისწინკა. სინამდვილეში ეს არის ხდის წყალი და ხდის ხეობა ულამაზესი ადგილია განსაკუთრებით შემოდგომაზე, როდესაც ეს ფოთლოვანი ალპური, მაღალმთიანი ალპური ტყისა და მდელოების საზღვარზე ქონდა არყის, აი ბოლო არყის. ყვითელი არის, რაღაც ოქროსფერი ხდება. თაოც არის სილამაზის მქონე ადგილი, მოდის ეს ბროლივით მართა მდინარე, რომელშიც რა ვიცი, გინდა ჩახტი იბანება, გინდა წყალი და რაც გინდა ისე ყველაფერი არის. შალა, იქა პეპლების შალა, რა ვიცი, საოცარი მართლა. საოცარი ადგილი არის და ასეთ საოცრებაში ხდებოდი ფაქტიურად სკოლის მერე რა სკოლის ასაკში რა გქონდა ახლა რა შეიძლება გვენახა გარდა თბილისის და უბნისა სადაც გავიზარდეთ და ნუ 1-2 ადგილი სადაც ზოგი სოფელში ატარებდა ზაფხულს, ზოგი სადღაც ბებია ბაბუა და იმის მეტი ფაქტიურად არაფერი არ ქონდა რა უნდა გენახა 1-2 ჯერ ექსკურსიაზე წახვიდოდი და ეგ იყო რა და უცბად ხდებოდი ამ საოცრებაში და ბუნებრივია ეს სოფლებაში რაც თავარი ხო, თავისუფლებაში და საოცრებაში და ეხა ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც იწყებს საერთოდ სულ ახალ სტადიას ცხოვრებაში, ხო წარმოიდგინე სკოლა დაამთავრეს, კლასელები წამოვიდნენ, ყველამ სხვადასხვა ადგილას ჩააბარა ახალი ნაცნობები, ახალი სოციალური კავშირები და უცბად ხვდები სადღაც 100-150 შენ თანატოლთან და შენზე ცოტა უფროსთან ერთად სადღაც ბუნებაში, სადღაც მთაში და რავი, ესეთი მნიშვნელოვანი გამოცდილება ცხოვრებაში ბევრი არ მიმიღია რა. ანუ სულ სხვანაირად და ნუ ადიხარ ამ შენს პირველ მთაზე, რომელსაც ჩემ შემთხვევაში იყო ყურო, რომელიც გადმოყურებს სტეფანწმინდას გადმოყურებს. ყუროს ალბათ უკანა მხრიდან მოუვარეთ ხა წინი აქ. ადიხარ ძალიან გრძელი მარშრუტი არის, აი 2 დღე მიდიხარ იმის ძირამდე, მერე დილის 4 საათზე იწყებ და სანავე 100 კაცი ხვდებია რა. ზოგი ჩარადადი, ზოგი ნელადადი, ზოგი ფასაგორებს, ზოგი წივის, ზოგი კივის. ხო და ნუ პირველ რიგში ძალიან მადლიერი ვარ იმ ადამიანების ვინც ასეთი რამის ორგანიზებას ახდენდა და კონკრეტულად შოთა მირიანაშვილი, რომელიც გუსტურებ კიდე 100 წელი ჯანმრთელად სიცოცხლეს, რომელიც ახლა 90 წელს გადააბიჯა უკვე
და რომელიც თაობები გაზარდა ადამიანმა. ყოველ წელს აი ატარებდა ამ ღონისძიებას და ამდენი ხალხი წემს არ გინდა. ეს წარმოიდგინე ხა 100 ადამიანი, 100 ახალგაზრდა. ზოგი სვამს, ზოგი შეყვარებულია, ზოგი რავი ჩხუბობს, ამ 100 კაცის დევნა, მათზე პასუხისგებლობის აღება მთაზე ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა ეს 10 წლეულების განმავლობაში რა 1 და 2 არა ალბათ 50 წლის განმავლობაში ყოველ წელს მინიმუმ ეს ერთი ღონისძიება კიდე რამდენიმე ღონისძიება იყო მოკლედ ეხლა მაგაზე მე დიდხანს არ გავჩერდები ეს იყო საოცრება და ყველაზე კარგი რაც შეიძლებოდა ცხოვრებაში დამართო და იყო ის რომ იქ მოხვდი და ამადენი საინტერესო ადამიანი და რაც თავარია მეგობრების ბაზას იქმნიდი რა რომელიც მე მთელი ცხოვრება მიყვება მთელი ცხოვრება აი მიყვება და მიყვება იქ გაცნობილი ტიპები რომლებსაც ზოგჯერ და ზოგს დაუძმაკაცდები ზოგი კაი მეგობარია ზოგი კაი ნაცნობია ზოგს არ ნახავ 20 წელი მაგრამ სადღაც გადაგეყრება გაგიხარდება გული აგიჩუყდება მე საოცარი ფეირვერკი იყო გზნობების რაც იქიდან რჩებოდა და იქიდან რომ ჩამოხვიდოდი მე კიდე ცალკე კეიფები და მთელი ამბები ეგ ხა მაგაზე აღარ გავჩერდები მე რა მახსოვს იცი მე რატომღაც ხო ჩვენი პრაქტიკები ბიოლოგების პრაქტიკები ემთხვეოდა ზუსტად ალპინიადის თქვენ ალპებში მიდიოდით მაგ იმას პერიოდს და ამიტომ ყოველთვის ავწდი და ისე მშურდა ხოლმე რომ ჩამოვიდოდი და მე თქვენი სასტავი აი ჩაის სახლი იყო შესაკრები ადგილი და ამ წრიაპებით და იმგედ რომ ნერვები მეშლებოდა მეთქი და დატოვეთ მაინც რა წრიაპები და ეს ტალახიანი ბატიკების სახში ხო ნუ დაწგვიშლით ნერვები პატარა მე შეიძლება გამოვიდეს ეს ჩაის სახლი თქვენი თაობის ის არის ასე ვთქვათ მე ეკრება და გალაქსი წრიაპებით და სიარული ეს უფრო სტუდენტური ფოლკლორის ნაწილია ვიდრე ალპინიზმი და საოცარი ბიჭები რა ვიცი აგერ ვინ ერთი უამრავი ადამიანი უამრავი მოკლედ ეხლა ნახე ეგ იყო პირველი ნაბიჯი შემდეგ იგივე ასე ვთქვათ იგივე პუწოვკით მაშინ პუწოვკები იყო და მოხვდი აი ზესხოში რომ ახსენეთ ეხლა ეს ზესხოც ბაქ უკვე ხდები 17 წლისა ვარ რა ეხლა რომ უფიქრდები ჩემი მესამე ყველაზე პატარა ბავშვი არის 17 წლის მაგეთ ამბავში რომ ხდებოდი რა ხა რეალურად ძალიან პატარა ვარ ხა მაშინ ალბათ უფრო ადრე იზრდებოდნენ ისინი მოზარდები ვიდრე ეხლა უფრო დიდხანს ინარჩუნებენ ბავშვობას მაგრამ ნუ ეხლა 17 წელი მაინც 17 წელია ხო და უცბად ხვდები გარემოში სადაც მთელი საბჭოთა კავშირიდან ვიღაცა ტიპები არიან ჩამოსულები განაწილებულები ამ ატძილენიებში და ატრიადებში თავისი რაღაც დილით ადგომით, მერე დაწოლით, მთელი რეჟიმით და მთელი აი ამბით რა და ვიღაცა პირველი ინსტრუქტორი მახსოვს იყო ბელარუსი იყო თუ არ ვთქვი გვარად იყო ბელევი. ხო ეგ მოგიყვები ხე კაი იმას მოგიყვები რა ისტორია სამახსოვს რაც გამახსენდა ხა ამ ბელევისთან დაკავშირებით. ეს ბელევიჩიც იყო ტიპიური რუსული ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენელი. სავარაუდოდ ეხლა ზუსტად არ მახსოვს რაღაცა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ან რაღაცა მნიშვნელოვან ქარხანაში მუშაობდა ინჟინერად, იმიტომ რომ აშკარად განათლებული ტიპი იყო, არ იყო ბოგანო, ვიღაცა ისეთი ტექნიკური განათლება ჰქონდა და ძალიან კარგად გვიხსნიდა რაღაცებს რა, ტექნიკას, იარუსამი აქეთ იქით. მაგრამ აი ყველაზე საინტერესო რაც არის მასთან დაკავშირებით არის შემდეგი რა რომ პირველი გასვლა გვაქვს რა 9 დღე უნდა გავიდეთ ბანაკიდან. ბანაკიდან გასვლა რას ნიშნავს რომ ბანაკში შენი კვება აღარ არის გათვალისწინებული ბანაკის კვება შენ გეძლევა სალაშქრო საკვები და ეს სალაშქრო საკვები უნდა ჩაიბარო და 9 დღე მიდიხარ და იქ რაღაც გეგმა არის დაწერილი რომ მთაზე ახვალ როგორ ახვალ ეს ყველაფერი ძალიან სტრუქტურიზირებულია წინასწარ არის გაწერილი წინასწარ ჩაგვიტარდა ტრენინგი წინასწარ აგვიცნეს რა საფრთხეები გვემუქრება რა არის როგორ არის ანუ ეს მუშაობა მიდის ეს
3-4 დღე ბანაკში ვარ, მიდის ეს მუშაობა, გვიხსნიან ამ რაღაცა დეტალებს, აქეთ იქით ვარჯიშებზე გავდივართ, ამ ბელევიც ცოტა შევეჩვიოთ, არ იყოს ვიღაცა უცხო ბიძა, რომელიც რაღაცებს ბაზრობს. მოკლედ და შევედით ახლა საწყობში, საჭურველი გადავალაგეთ და მივედით ახლა საკვებთან. ნუ და მოგცენ საკვები. ბელევიჩმა გამოაცხადა შემდეგი რაღაცა რა, რომ მეო, ბიჭებო, რძეო და ზგუშონკა არ მიყვარს. არ მიყვარს და ეს გუშონკას ვერ ვიტანო რა. ნუ ძნელი წარმოსადგენელია ხო ჩვენ. ნუ ვერ იტანს კაცია და გუნება. ხო და ამის გამო მეო პატარა ბავშვი მყავსო ეხლა სადღაც ბარანოვიჩი თუ სადღაც ცხოვრობდა რა. იქაო პატარა ბავშვი მყავსო რა. და იქაო ზგუშონკაო არ იშოვებაო. ასე რომ სამ კაცზე ნახე კაცზე ერთი დღეში კაცზე 1/13 შედედებული რძის ქილა იყო გათვალისწინებული. 9 დღით მივდიოდით და 3 ბანკა თავისი ესე იგი შედედებული რძე ზგუშონკა როგორც უძახდით გადადო და შეინახა ცალკე ზურჩანთაში. საწოლის ქვეშ შეაცურა რომ აი აქ იყოს ჩემი წილეო მეო თქვენ შეჭამეთ. ტუშონკაო ყველაფერი სხვას ყველაფერს ჭამო აი ზგუშონკას არ ავჭამო და აი გადავინახავ და წავიღე. და ნუ მე ხა ესე აგროვა ბელევიჩმა და ბოლოს აგვისტოს ბოლოს უზარმაზარი ეს პრეზენტის ზურჩანთა სავსე ზგუშონკები წაიღო ბელარუსში. რო ვიცოდეთ ბელარუსი რა არის? ბელარუსი იმდენი ძროხა და იმდენი რძეა, სადაც წაიღონ არ იციან. ანუ აი მთელი აბსურდულობა ამ ქვეყნის აი მარტო ერთ ამ ფაქტში ჩანს რომ კაცი იქიდან ჩამოვიდა აქ ზესხოში მთის აი ბოლო სოფელი არის აი ზემო და ქვემო სვანეთგან იქ ამოტანილი ეს წინაში გაკეთებული ეს იქ სადღაც ხო გაკეთდა სადღაც პირობითად ბელარუსში ეს ზგუშონკა იქიდან ამდენი ხანი ამოგზაურეთ აქედან ამას ზუგჩაშეს ჩაიდა წავიდა ისევ ჟელეზნიი დაროგი სავეცკავა საივიზაში ჩაჯდა და დაბრუნდა სახლში რომ ბავშვს აჭამოს. აი როგორ შეიძლება ამ ქვეყანას დიდი ხანი იარსება აი მითხარი მარტო ამ ერთი ფაქტის მერე რა კიდე კაი ხანი გაძლო რა არ მასწავლე იმდენი მაგ ჩემი ექსპედიციების გადამყიდე ეგეთები ნანახი რომ არ გამკვირვებია იმიტომ რომ ხო ნუ შენ მეც მოესწარი საბედნიერო თუ სამწუხარო გახსნილი ზგუშონკები მიქონდათ სახში გახსნილი ზგუშონკები ჩამოყოლდა აი უკვე შინით ხო ეს ფარისგან უკვე ჩაყრილია ეს ბალახის ნაგლეჯები რა და ემიანად რა დავიდა ის რო არის აი ამდენი დარჩენილი აი მას აგროვებდნენ და მიქონდათ აი ეს იყო საბჭოთა კავშირი ეს გაომიხტებიან ახლა არიან 1-2 ჩასაფრებულები რომ საბჭოთა კავშირზე ცუც ამბობ ხო ბიჭო ცუც არ ამბობ ხა ჩემი ბავშვობა ჩემი ცხოვრება ნუ მიყვარს და ის მაგრამ ხა აბსურდი იყო რა თვითონ რა არიციან ვინც იქ ცხოვრობდა ესეთი სისულელეები რამდენი იყო მაგათ არ არსებობს ადამიანი ვისაც ესეთი სისულელე არ შეხებოდა და რო კითხულობენ რამ დაანგრია და აი იდიოტიზმა დაანგრია და მაგათმა დაანგრია. კაი მოკლედ დავამთავროთ ახლა გადავიდეთ ეს ნუ კარგად ჩაიარა ყველაფერმა აქეთ იქით ანუ ეს ხო იყო საკავშირო ბანაკი იყო ხო შენ ამბობ ეს ხო იყო საქართველოში კაი ბაში ორი სიტყვით გავჩერდეთ საქართველოში იყო ორი საკავშირო ბანაკი. ერთი იყო ზესხო და მეორე იყო აილანი. რამდენადაც გასაკვირად არ უნდა მოგეჩვენოს ზემო სვანეთში პრაქტიკულად შეიძლება ითქვას რომ ბანაკი არ იყო. რაღაცა ტურბაზა იყო მესტიაში, მაგრამ ის როგორც კლასიკური ალპინისტური ბანაკად არ უმუშავია. ლეგენდის დონეზე ვიცი რომ არსებობდა ბანაკი ნაკრაში, სამწუხაროდ მაგ ხეობაში ნამყოფიც არა ვარ, რომელიც ლამაზ დაეჭვის არ მეპარება, ყველაფერი ლამაზია, მაგ სამწუხაროდ უნდა შეიხედო. რომელიც 60-იანი წლების დასაწყისში გაუქმდა და სანაცვლოდ გაკეთდა აილამის ბანაკი. ყველა სინანულით იხსენებს ნაკრის ბანაკის გაუქმებას, იმიტომ რომ იქ ბევრად უფრო საინტერესო და მაღალი მწვერვალები იყო იმ ნაკრის ბანაკის გარშემო, ვიდრე აილამაშიო, როგორც იძახიან. ნუ აილამას და ზესპოს თავისი განუმეორებელი პლუსი ჰქონდა, იმიტომ რომ ეს იყო ისედაც სამხრეთ კავკასიონია და უფრო თბილა და უფრო მეტად კურორტული ადგილია და ზესხო განსაკუთრებით იყო ზღაპრული ადგილი, აი მყე, მდინარე, ნუ ფაქტობრივად კურორტია ჩათვალე რა.
ისეთი ადგილი. აი ამათ ცოტა უფრო სუსტიანი ცივი და აი ამაში მე ნამყოფი არა ვარ ეს გავლით ვიცი უბრალოდ აი შორიდან მაგ დანახული. მაგრამ როგორც გადმოცემით ვიცი ისეთი კაი კურორტი არ იყო როგორც ზესხო. ზესხო პირდაპირ კურორტი იყო, მთებიც ისეთი პატარა დამწყებისთვის იყო იდეალური რა. აი პირველი 2 წელი შეგეძლო გევლო, ყვავილები გეკრიფა, პეპელებისთვის გედევნა და ასე შემდეგ. არა მარტო პეპელებისთვის. მოკლედ, ეხლა რა ხდება? შემდეგი რაც მინდა გავჩერდე იყო ის რომ მივხვდი რომ ეს გარემო რაც იყო ძალიან კარგი იყო, ძალიან საამური იყო, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით მაინდა-მაინც არ მაკმაყოფილებდა. იმიტომ რომ მოუყურებდი ახლა ხალხი წლიდან წლამდე ერთი და იგივე ალპინიადაზე, ერთი და იგივე მთებზე დადიოდნენ და იყვნენ ბედნიერები. არაფერი არ მაქვს, მაგრამ საწინააღმდეგო ძალიან შულს მათი რომ მათ შეეძლოთ ასეთი რაღაც ბედნიერი ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს არ იყო ის რაც მე მინდოდა. მე მინდოდა უფრო სერიოზული მიღწევები და უფრო მეტი მთები და უფრო მეტად სპორტული გარემო. აქ არ იყო სპორტული გარემო, არც ზესხოში, არც ალპინიადაზე, ეს იყო ძალიან კარგი სარელაქსაციო დასასვენებელი და ცოტა სპორტული ელემენტებითაც. აი ლაშქრობის ტიპის უფრო ალბათ, ხო? ლაშქრობა და უფრო მეტი, მაგრამ არა სპორტული ალპინიზმი რასაც ქვია რა. ამას თავისი ახსნა აქვს. ესაც უნდა ყოფილიყო, 100 კაცი რომ მიყავს, 100 კაცი მასე უნდა წაიყვან, თან უმეტესობა პირველი რო არის. აბა ეხა იმათ ხო? მოკლედ პირველი სტარტისთვის იყო ძალიან კაი და მე ეხლა შენზე იყო დამოკიდებული. თუ გინდა დარჩები და მთელი ცხოვრება მასე იქნები და გადასარევად გაატარე, ასე ვთქვათ, ბრწყინვალედ შენ ცხოვრებას, თუ გინდა რაღაცა სხვა შეცვლი და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მივიღე დღევანდელი გადმოსახედიდან რა. უკვე 92 წელია. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. მაგრამ ნუ როგორც გავარკვიე, ერთადერთი ისეთი კარგი სპორტული გუნდი, რომელიც აკეთებს სისტემატიურ ასვლებს, ეს არის არმიის სპორტული გუნდი. სადაც მოღვაწეობენ ისეთი ტიპები, როგორც იყო ბიძინა გუჯაბიძე მაგალითად, ყველასთვის კარგად ცნობილი ბრწყინვალე ქართველი მთამსვლელი, რომელიც დღემდე დაკავებულია ასე მომავალი თაობის გაზრდით და ყოველწლიურად ბიძინასთან ინტერვიუ მაქვს და აუცილებლად ნახეთ ჩემთან. აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ ალპინიზმის სპორტულ შემადგენელზე ბიძინაზე კარგად ვერავინ ვერაფერს ვერ მოგიყვებათ, იმიტომ რომ დღეს მოქმედი ასე ვთქვათ ტიპებიდან მასეთი მაქხელა ხანგრძლივობის და ინტენსივობის გამოცდილება არავის არ აქვს რა. მოკლედ და აღმოჩნდი არმიის სპორტულ კლუბში. ახლა წარმოიდგინე 92 წელია, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და ჩემი ფეხით მივედი არმიაში. ამ არმიის სპორტულ კლუბს ხელმძღვანელობდა ჩემი აზრით ლეგენდარული მთამსვლელი ლოვა სარკისოვი. რომელიც იყო აი როგორ გითხრათ, ძალიან ესე სლენგს ვიხმარე, ჟილკიანი მთამსვლელი რა. აი როგორიც უნდა იყოს რა, მაშინ საკმაოდ ასაკში იყო უკვე, ახალგაზრდა არ იყო, სადღაც 60 წელს მიტანებული კაცი იყო, 92 წელს. მაგრამ ნუ აი ჩვენზე ბევრად უფრო მაგრა დადიოდა რა. აი ისე რომ აი ვერ ვეწეოდი, ჩანსიც არ ქონდა იმის დაწევის რა. პატარა და ჩაფსკვნელი ესეთ პატარა ჩაფსკვნელი აი ესეთი და რაც თავარია პატარა და ჩაფსკვნარშველი საქმე. საქმეს უნდა ძალიან მწოდნე და გამოცდილი. ანუ აი რომ შეხედავდა იცოდა რა, რომ აი აქ ზვავი წამო, აქ ქვა მოხდება, აი აქედან უნდა გაიარო, აი აქ უნდა კარავი გაშალო, აქ უნდა ესკნა და გარდა ამისა ძალიან ჟილკიანი რა, რომ აი ისე არ უმიზეზო და არ მოგცემდა იმის საშუალებას, რომ გესაჭკავა და გაგეხალტურებინა რაღაცა რა. დავით იღუპებიან ბიჭები დაეხმარეთ როგორმე და დავტოვეთ გუნდი კარავში და მე და ვალიკო სწრაფი ნაბიჯით შედარებით, ცოცვით და იმით ავედით წვერვალზე. ეს საწყალი გუნდი აბსოლუტურად დარბეული იყვნენ კარავში, უკვე აფრენდნენ. არ აქვს არაფერი საერთოდ, არც საჭმელი, არც სასმელი, არც ბენზინი, არაფერი, აბსოლუტურად ზიანმშივრები გაყინული. დავიწყეთ ამითი დაშვება. 20 დღე ვიარეთ, აი ესე თოკებით ჩამოვედით ქვევით.
ბოლოს ყინვარზე რო დავდექით, ჩანდა იქიდან რომ ვერ გადავალთ. წინ იდგა უშბასავით წვერვალი, კატასტროფა უბრალოდ. ვერ გადავიყვანდით ამათ. დავკიდეთ თოკები, ჩვენ გადავედით და მე ეს ბიჭები ჟუმარებით და იმით ავიყვანეთ და გადავედით ბოლოს იმ პეჩენკოს ყინვარზე. ხრუშჩოვის პიკი იყო რაღაცა იმას შემოვარეთელი, ისა 20 დღე მოვდიოდით, 7 დღის საჭმელი წამოვიდეთ, რომ იქიდან რომ მოვდიოდით და 2-3 დღე ვჭამდით ნორმალურად. გაიგე, არაფერი არ დაგვრჩა. მოკლედ აი აღმოჩნდი აი ესეთ ხალხში რა. უკაცრავად, ლევა ახლა გარდაიცვალა, ხო? ლევა ახლა გარდაიცვალა, 2 წლის წინ გარდაიცვალა 2023-ში თუ არ ვცდები. ხო, ისე გარბის ეს წლები რომ აღარ მახსოვს. მაგარი კაცი იყო ძალიან, ხო? მაგარი კაცი იყო, მე ხა შევინარჩუნეთ ურთიერთობა და სუმუდმივად ჰქონდა და რა ვიცი ხა იმდენი სიბზნე მაქვს მე მაგ კაცისგან მოსმენილი და გაგებული რომ აი ცხოვრების ყველა მომენტში რომ რაღაცა აქ ნათქვამი რომელსაც მე გავიხსენებ შედარებ რაღაცებს შევეცდები მოგიყვეთ რა მოკლედ აი აღმოჩნდა ასეთ ტიპებში რა და წავედი სვანეთში აი ივლისის დასაწყისია ივლისის და ხა ივლისის დასაწყისია და ვიცი რომ 2 თვე უნდა ვიყო მთაში სადღაც სექტემბრის პირველ რიცხვებში უნდა დავბრუნდე. ავარია 2 თვე სადღაც გადა მშობლები რაღაცა ძალიან გაოცდნენ, მაგრამ რა უნდა ეხლა წავიდა ხო ვერ გამომიბამდენა რა. მოკლედ დაიწყო ნუ ძალიან სერიოზული თავგადასავალი რა, იმიტომ რომ იქ იყო დიდი მთები, ბოლოს ყველაფერი დამთავრდა იმით რომ ავედით უშბაზე და იყო სხვა მიდგომა ალპინიზმის მიმართ. გაწერილი, გეგმა, ვარჯიშები, სერიოზული გარჩევების სიტუაციების. მოკლედ ისე როგორც უნდა ყოფილიყო და რაც თავარი კიდე ძალიან საინტერესო იყო მაშინ ბიძინა გუჯაბიძე და დათო რაქვიაშვილი ჩვენი მეგობარი რომელიც ახლა აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ბიძინაც აქტიურად არის ჩართული და საერთოდ ძალიან მიამაყება, რომ ჩემი თემი, ალპინისტური თემი არის ერთ-ერთი სპორტსმენების გამოგვარკვევის, რომ პრაქტიკულად ყველანი ვართ ნათელ მხარეს, ანუ ეს არც განიხილება რა, რომ ვინ საით ვართ რა. ყველანიდან ყველა ძალიან მეტნაკლებად აქტიურად ვართ ჩართული ამ საქმიანობაში. ძალიან მიამაყება და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ აი მართლა ბედნიერი ვარ, რომ აი მასეთ ხალხთან გავატარე ცხოვრება და არა სუსისხლო კონფლიქტებთან, რომლებიც არ ვიცი. აი მაგ საინტერესო რა იყო, ну გარდა საკუთარი ასვლებისა, იყო ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, მე და ჩემი მეგობარი აჩიკო ცინცაძე ვიყავით დამკვირვებლები ну, სამაშველო ჯგუფიც, მაგრამ ვისთვის რა უნდა გვეშველა ახლა მაშინ პატარა ბიჭები ვიყავით, დამკვირვებლები ვიყავით, როდესაც ბიძინა გუჯაბიძე და დათო რაქვიაშვილი მიდიოდნენ საჩემპიონო მარშრუტზე, მაშინ საბჭოთა კავშირი კი აღარ იყო, მაგრამ ჩემპიონატი კიდე მიდიოდა ინერციით. უნდა წასულიყვნენ საჩემპიონო მარშრუტზე თოვლ-ყინულოვანი მარშრუტი ჩრდილოეთ უშბაზე კომბინირებული მარშრუტი იყო 6-იანი თოვლ-ყინულოვანი. რაც არც ისე მაქსიმუმია და ეს უნდა გაევლოთ რეკორდულად მცირე დროში. და ფაქტიურად პირველად აღმოჩნდი აი ამ მონაწილე, პირველად მაგის მერე მე მგონი არც მომწევი ესეთი რაღაცა, რომ აი დილით გავიდენ ალბათ ღამის 3 საათზე მე გავიღვიძეთ მე და აჩიკო მავიწიეთ ცოტა ზევით იქ სადაც ვიყავით შეთანხმებულები და მთელი დღე უყურებდით ეს ორი ადამიანი როგორ მუშაობდა მუდიდეს ამ უზარმაზარ ყინულის ფერდზე და საოცრად სწრაფად გაიარეს რა ანუ ჩვენთან რო ჩამოვიდნენ აი დილით გასულები ჩვენთან კარავში რო დაბრუნდნენ ჯერ კიდე ნათელი იყო რა აი ჩამოვიდნენ ჩაი დავლიეთ და დაბნევდა ძალიან სწრაფად გაიარეს და მთელი დღე აი ამას უყურებდით რა აი ხაც მახსოვს აი როგორ შედიოდნენ ღრუბელში როგორ გამოდიოდნენ როგორ გავიდნენ ქედში მე ისე ღრუბელში დაიფარეს მე როგორ გამოვიდნენ იმ ადგილას სადაც ქედზე გავიდნენ 1-2 საათის თუ 1 საათის მერე ძალიან საინტერესო სანახავი იყო რა ცოტა მოსაწყენი ალბათ მაგრამ რაღაც წერტილი სადღაც მაგრამ საკმაოდ დიდი აზარტი ქონდა რა ამას ყველაფერს რა
ნუ ყველაფერი ეს დამთავრდა იმით, რომ ავედით მთელი ეს კომპანია ავედით უშბაზე და სხვათა შორის არსებობს ძალიან კარგი ფილმი, გადაღებული არის ჩვენი ასევე ძალიან ახლო მეგობარის ირაკლი სოსელიას მიერ. ირაკლი სოსელიაც არის ადამიანი, რომელიც ყოველ დღე აი გუშინაც შემხვდა რუსთაველის გამზირზე. ყოველ დღე იქ დგას. ანუ არა მარტო თავსხელები ვართ იქ, არამედ ისინი ჩვენ კინოს და ფოტოს ვიღებდა, ისინიც იქ დგანან. ანუ პრაქტიკულად ვინც მთაში იყო და იმიტომ მთაში იყო ხო, ვისაც რამე შეხება ქონია, ყველა იქ არიან. ხო, ძალიან კაი ფილმია, ირაკლი სოსელია თვითონაც ამოვიდა მთაზე. პირველი მასალები კიდე უფრო უკეთესი არის, უამრავი ფოტო გადაგვიღო, მათ შორის ფერადი ფახა 92 წელს ფერადი ფოტო ისეთი იყო რა. ხო, უამრავი ძვირი იყო. შეიძლება ძვირი იყო. გადაგვიღო, დაგვირიგა. მოკლედ ძალიან მადლიერი ვარ მაგ ადამიანის, იმიტომ რომ ყველაზე ისეთი მაგარი მატიანე შექმნა იმ პერიოდის რა. მოკლედ ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ დაიწყო აფხაზეთის ომი 92 წლის აგვისტოში. უბრალოდ სადღაც მე მგონი უშბაზე ვიყავით, რომ დაიწყო და დაუბრუნდით, მე ქვევით ბანაკში გავიგეთ და ნუ ახლა ყველანაირი ხალისიც დავკარგეთ და ნუ ახლა ხო ხდები არა, იქვე ხდება ეს ყველაფერი, ფიზიკურად ძალიან ახლო არის რა. სხვა ხალხი, რომელთან ერთადაც მომიწია სიარული აი 95-96 წლებში ძალიან საინტერესო მარშრუტები, რომელმაც რაღაც ევრაზიის ჩემპიონატზე რაღაცა მედლებიც კი აიღეს თუ არ ვთქვი ორი პირველად. ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ირაკლი არ მინდა ახლა შორს წავიდეთ ჩვენ უშბისგან. მე როგორც ხა დილეტანტი აბსოლუტური, უბრალოდ ვიცი რომ უშბა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მწვერვალი მიუხედავად იმისა, რომ ახლა 8000-იანი არ არის და 7000. ყველა კედელი აი გარშემო აქ გავლილი და ის მოგიყვება დეტალებს ამის შესახებ ძალიან კარგად რა. განაპირობებს კედლოვანი, ასე ვთქვათ, კედლები რა, რომელიც არის ძალიან ციცაბო და ძალიან გრძელი. მოკლედ მე დაიწყო ცოტა სხვა ეტაპი, ეს სკას ამბები მორჩა და სხვა გუნდში მომიწია 1-2 წელი სიარული, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ უკვე ფაქტიურად საბჭოთა კავშირი ისე დაიჩალა და დაიშალა, ანუ მისი ნამსხვრევებიც კი აღარ არის ჩათვალე. ეს სისტემა მთლიანად მოიშალა, ბანაკი, თანრიგი და ასე შემდეგ და არჩით ახლა ვიღაცა ინდივიდები. ინსტრუქციები თუ დარჩა, ინსტრუქციების ქაღალდზე არის დარჩენილი, მაგრამ 95 წელს რა ინსტრუქცია არსებობდა, კონსტიტუცია არ აქონდა. აი მოგიყვები, ზუსტად რო ჩამოვედი ერთ-ერთი ასე ვთქვათ ეპოპეიდან, მაშინ მოხდა რომ შევარდნაძე პირველად ააფეთქეს და კონსტიტუციის ხელისმოსაწერად რომ მიდიოდა, კონსტიტუცია არ ჰქონდა და ინსტრუქციები მორჩა. აუ კიდევ ერთი კაი უცნაურ ფაქტს მოგიყვები, ამასაც ახლა რომ დავფიქრდი რაზე უნდა მესაუბრა. აი ეს სკარო ახსენეს არმიის სპორტულ კლუბში რომ მივედი. ეს იყო არსენალის მთაზე იდგა კაი წითელი აგურით მკვიდრად ნაშენი შენობები, რომელსაც ეძახდნენ ყაზარმებს. ერთ-ერთ ასეთ ყაზარმის სარდაფში იყო ჩვენი ალპინისტური, ასე ვთქვათ, საწყობი. და ერთ-ერთი ესეთი უზარმაზარი კორპუსი ეკევა აი ამ სპარტიული კლუბ არმიის სკა. და უზარმაზარი ერთ-ერთი ეს უზარმაზარი კორპუსი იყო, ალბათ ერთი 5 სართულიანი, ესეთი მკვიდრად ნაშენი, ალბათ ჯერ კიდე ნიკოლოზის დროს, ანუ რევოლუციამდელი, 100 მეტრანახევრიანი სისქის აგურის კედლებით და რაღაცა და მთელი ამბები რა. სადაც აი ამ 4 სართულიან შენობაში იყო ყველა სპორტის სახეობის რაღაცა დარბაზები. 93 წელია, ეხაც მახსოვს აღდგომა დღე იყო და ჩემი სახლიდან ეს კორპუსები ჩანს პირდაპირ. აი როგორ იცი, აი შუბში უყურებ რა. და ხედავ რაღაცა ბოლი აზდის იქაურობას. მოკლედ აუშვა ბოლი და ნუ დავრეკეთ ერთმანეთთან მოვიკითხეთ, მე დაურეკე. მეთქი რა ხდება იწვის ჩვენ სკა მეთქი და. ხო, აი ესეო დაიწყო ყველაფერი, არაფერი არ არისო და
ეხლა რა უნდა გავაკეთოთო? უნდა მივიდეთო და სანამ ახალ საწყობში გადავიტანთ ამას ყველაფერსო, უნდა იქ ვიმორიგეოთ რო არ გაძარცვონო რა, ყველაფერი რო არ წაიღონ, წამოიღონო. ის არ განადგურებულა, ხო, თქვენი რაღაცეები? ჩვენი საწყობი არ დამწვა არა, მაგრამ შენობა არის დამწვა ზევით და გარშემო ეხლა ხო ხვდები 93 წელია გარშემო დამშეული მოსახლეობა მიდიან და ვისაც რა შეუძლია ის მიაქ მოაქ და ვერც გამწყუნებ რა უნდა დაიწვა. სავეტსკი საიუზი აღარ არის. სავეტსკი არმიის ყაზარმა დაიწვა და მოდის ეხლა ტიპი და დამწვარი აგური და რაღაც უამრავი ეხლა ის იყო რა ნივთი რომელიც შეიძლება რაღაცაში გამოგეყენები და მიაქ რა და ჩვენი რაღაცები დრო არ გააყოლონ ხელს. რა ვიცი უამრავი საჭურველი ქონდა ხო? უნდა მივიდეთ იქ და მივედით ეხლა იქ მოვიწყეთ დავითრიეთ ისენი ლოგინები და რამდენიმე დღე იქ ვიყავით რა და მორიგეობდით ამასობაში მანქანა მოვიყვანეთ ჩვენი ვიშოვეთ რაღაც ადგილი სადაც ამ ყველაფერს გადავზიდავდით და ვეზიდებით და ეხლა ხო ხდებია რა ეხლა საბჭოთა არმიის რაღაცა სარდაფში წლობით ნაგროვები 1000 ხლამი არის რა მაშინ ხლამი იყო, მაგრამ ეხლა უკვე ეს არის რარიტეტი. მაგალითისთვის გეტყვით, ერთი 20-მდე ახალი სათხილამურო ჩექმა, ძალიან ძველი მოდელის, ტყავის, რომელიც ნანახიც არ აქვს არავის რა. აი შენ ბავშვობა შეიძლება მოესწარი, შეიძლება არა. იმით თასმებით რო იკრებოდა, ხო? თასმებით რო იკრებოდა, ხო, ძირი ისეთი ქონდა რა, სათხილამურო, ტყავის, ახალი. ეხლა ალბათ ის რომ eBay-ზე გაიტანო გასაყიდად, როგორც კოლექციონერები იყიდიან кайფასად რა. ყოველ შემთხვევაში, კაი ახალი მოდელის იმას, მაგრამ მაშინ ეხლა ვის რა ჯანდაბათ უნდოდა, ხო ხდებია რა და ესეთი უამრავი რაღაცა იყო რა. ძველი რკინის კახა უკვე ტიტანის კარაბინები იყო შემოსული, ტიტანის კარაბინი არის ეხლა 4 ჯერ უფრო მსუბუქი ვიდრე რკინის უზარმაზარი კარაბინი. ეხლა ვიღაც რაში აინტერესებდა ეს რკინის კარაბინები, მაგრამ ნივთია რა, რომელიც მანქანაში ჩააგდებ და რადგინდა ეხლა იქ ტიტანია თურკინა უძლებს რაც საჭიროა ხო ასევე თოკები ძველი ახალი და უამრავი რაღაცაზე არის საუბარი რა კიდე რატომღაც საიდან იყო საბჭოთა არმიის ასე ვთქვათ სტარდაფში არ ვიცი იყო ეგრეთ წოდებული ნატოს პაიოკები ესე უძახდით რა მოკლედ რო გახსნით ესე 5 იყო ხო აი ყველაფერი იყო რომ ადამიანს ჯარისკაც 2-3 დღე საერთოდ არანაირი ასე ვთქვათ შიმშილის ზნობა არ ეგზნო და პირიქით ჯანზე ყოფილიყო და ეობა და ებრძვა. გაფრთხილი ყველაფერი გერმანულად ეწერა დაჟე მახსოვს. ესე იგი, როგორც ჩანს ახლა მაშინ ხო ძალიან ბევრი ჰუმანიტარული დახმარება მოდიოდა და ეს სამხედრო საწყობები როგორ არის ახლა ვადა რო გადის ხო და 10 წელი იყო მე-12 უნდა ეგრე გამოყაროს ვიღაცა ძალიან აჩუქო ან მიწეა გაყიდო იაფად და შეავსო ახალით ხო იმიტომ რომ ერთ წელიწადში უკვე აღარ ივარგებს და ჩვენთვის ეს იყო საოცრება ისეთი შოკოლადები იყო შიგნით და ისეთი პაშტეტები და ისეთი და ესეც ელაგა რა შტაბელებად რა და ნუ ახლა ამას ყველაფერს ის ხო უნდოდა რა ყარაულობა სანამ გადავიდა 93-ში საკვები უკვე პრობლემაა მოკლედ კიდე ერთი მნიშვნელოვანი რაც საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიები არის ის რომ რა უნდა მეკეთებინა ახლა მთელი დღე იქ უნდა ვიყო და ღამე უნდა დავიძინო ხო კაი ხო წიგნი მაქვს წაღებული მახსოვს ჰემინგუეის წიგნი ქონდა წაღებული მას კითხულობდით მე და საწყალი ცხონებული მერაბ ხაბაზე ვიყავით ერთად მორიგეობ რა და ნუ ისიც კითხველი კაცი იყო ბევრს კითხულობდა და მაგრამ თავარი არის ის რომ გავედი და დავიწყე ქექვა რა ამ რაღაცეების რა უამრავი რაღაცა ვიპოვე უამრავი რაღაცა იმას ვქენი ნუ ეხლა ის მეორე დღე ჩავალაგეთ სატუთო მანქანაში და წავიღეთ მაგრამ ვიპოვე საბუთები ბიჭო აი 1984 წელს უშბაზე დაღუპული ბიჭები ალპინისტური წიგნაკი და ესეთი რაღაც ჩანაწერები და ისინი და ყველაფერი ერთად დავალაგე და ცალკე დავდე რომ მეთქი ხვალ თუ ზეგ რო გამოვალ წავიღებ მეთქი მაგრამ სამწუხაროდ რაღაცა მომენტში დაიკარგა ეს და აი ისე მენანება ძალიან მენანება ეგ ამბავი ვერ მიპატიებია დღემდე საკუთარი თავისთვის მახსოვს რომ კითხულობდი პირდაპირ მათ ცხოვრება გადამეშალა თვალწინ ან მთელი ალპინისტური გზაა რა 84 წელს დაიღუპნენ იყვნენ დაახლოებით 46-47 წელს დაბადებულები სადღაც 67-68 წელს დაიწყო მათი ასე ალპინისტური კარიერა იქიდან მოყოლებული ყველა რა მთაზე და რა იმაზე
დევით არხნიშვილის ეს წიგნაკი იყო, ნახდათ მახსოვს, ტუშურის წიგნაკი იყო. ზუმბაძის, აი არხნიშვილი და ტუშური კარგად მახსოვს რა. მათი ისენი, ეს ტუშური საერთოდ ახალგაზრდა ბიჭი იყო რა. მაგ ამბავსაც, მაგ ამ ტრაგიკულ ისტორიასაც ძალიან დეტალებში შეძლებს ბიძინა რომ გუჯაბიძე რომ მოგიყვას, იმიტომ რომ ფაქტიურად შემსწრე არის იმ ისტორიის და მებში მიიღო მონაწილეობა რა სამაშველო ოპერაციებში და ასე შემდეგ. შენ გარდა კავკასიონისა ხარ ნამყოფი ტიან-შანზე? და გარდა კავკასიონისა გამიმართლა მე საერთოდ მიმაჩნია რომ ალპინიზმში ძალიან მაგრა მიმართლებდა რა. ჩემი აქტიური ასე ვთქვათ სიარულის წლები არის 1990-დან პირველად რო წავედი, ჩავთვალოთ 2000 წელი. 2000 წლამდე. და პრაქტიკულად ამ წლების განმავლობაში სერიოზული ექსცესი არ ყოფილა მთაში და აი მე გული მისკდა რამე ხო არ მოვიწყდება, მაგრამ არ მოვიწყდება, მაგათი რაღაცას რა დამავიწყებს. აი ესე არ ყოფილა რა, არ მომხდარა რა. ფაქტიურად 90 წელს დაიღუპა მოთხილამურე დიდი ციკლაური გაზაფხულზე და შემდეგი მსხვერპლი აი დაიღუპა იყო ვანო გულედანი, ეს იყო უკვე 2001 წელი. აი ესე და გარდა ამისა ერთხელ ვიყავი ტიან-შანის მთებში და ავედი ხანტენგრიზზე და პაბედაზე და ერთხელ ვიყავი ჰიმალაებში და ავედი ევერესტზე. ეგეთი მოდი, შედეგიანობა იშვიათია, იმიტომ რომ მთელი თაობები წავიდა ალპინიზმიდან, ისე რომ ტიან-შანის მთებზე ასვლა არ დასწავდათ, არ ეღირსათ და ასე შემდეგ. განსაკუთრებით პობედა, რომელიც ხო განსაკუთრებით პობედა, რომელზედაც მთადი ითვლება და ხო რომელ წელს იყავი შენ პობედაზე? ხანტენგრიზზე და იმაზე ერთად იყავი ალბათ, ხო ერთი ექსპედიცია იქნება. ერთი ექსპედიცია იყო, რა თქმა უნდა. ჯერ ხანტენგრიზზე ავედი და მე პობედაზე ავედით. ეხლა მიუახლოვდით აი ამ საწყალი ქალის ისტორიას, რომელიც ამ საწყალ ქალზე მივიდოდეთ. შენ ალბათ იქ მოინახულეთ კიდეც, ხო? ვთქვათ ილიკო გაბლიანის საფლავია, ხო, საფლავი განსასვენებელი ადგილია. ცოტა 1-2 სიტყვით რო გითხრა, თუ ნაგავიცინას მივაბათ ეს. თვითონ პობედა რატო ესეთი ხო? ხო. რატოა ეს? იმიტომ რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდგომი 7000-იანი მწვერვალი, რომელსაც ფაქტიურად ჩრდილოეთიდან არაფერი არ ეღობება. პაბედა ეღობება ყველაფერს სხვა დანარჩენს და ტიან-შანი ზოგადად. ანუ რომ მოდის ციმბირიდან და არქტიკიდან, რა ვიცი, ციკლონი თუ რაღაცა უბედურება, ხო? პირველი რასაც ის ეჯახება, ეს არის აი ეს ქედი. აი ეს უზარმაზარი ქედი. შესაბამისად ამინდი ბევრად უფრო არასტაბილურია ვიდრე სხვა მთებზე და ამინდის გაუარესება ბევრად უფრო დრამატულია ვიდრე სხვა. ჩემი აზრით უფრო კლიმატის ამბავია. თუ ტექნიკურად როგორ გითხრა, ახლა მოდი აი ტექნიკაზე გადავიდეთ რა. ტექნიკურად არ არის განსაკუთრებული იქ არაფერი. ეს არ არის, მე გეუბნები კლასიკურ მარშრუტზე, მე არ ვიძახი სხვა სპეციალურ მარშრუტებზე, სადაც სპეციალურად ტექნიკურად რთული გზებით არის, ასე ვთქვათ, მაგაზე მე ვერაფერს ვერ გეტყვი. შაველადან ვაჟაფშაველას გზა. აი, ვაჟაფშაველას გზა, რაც არის კლასიკური გზა, ხო? ეს განსაკუთრებული ტექნიკური, თუმცა როგორც იძახიან ის ხალხი, ვინც სხვა 7000-იანებზე არის ნამყოფი, მაგალითად კოვჟენევაზე და ლენინზე და კომუნიზმზე, ეს ბევრად უფრო რთულია ტექნიკურადო. იმიტომ რომ ისინი უფრო შედარებით მათი პროფილი ნაკლებად დამრეცია ვიდრე ამის. აქ ახლა ხდება რა, პირველ რიგში ხდება ეს უზარმაზარ მყინვარი, მე ადიხარ ამ უზარმაზარ ქედზე. ამ ქედზე რაღაც ადგილებში არის კლდოვანი მონაკვეთები, რომლებიც არ არის ახლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ არის უკვე 6000 მეტრის ზევით, თითქმის 6000 მეტრზე და სიმაღლის ფაქტორი არის.
შემდეგ გადიხარ ამ მწვერვალ ვაჟა-ფშაველაძე, რომელიც ახლა ფაქტიურად ქედია, აი უზარმაზარი ქედის მონაკვეთი არის, სადაც ტრამალები არის, აი სწორი ადგილების. მაგრამ საკმაოდ ქარიანია. მე გადიხარ ამ ქედს, რომელიც მე მგონი თუ არ ვსდები 2 კილომეტრამდე არის, ხა 2 კილომეტრი 7000 მეტრზე, სადაც ასეთი დანისპირივით არის, ხო? ასეთი დანისპირივით არ არის. მასეთი დანისპირივით არის, მაგრამ აქამდე მივალ. ანუ ვაჟა-ფშაველადან ილია გაბლიანის განსასვლელებლამდე არის საკმაოდ სწორი ქედი. სწორი ქედია, რომელზედაც მიდიხარ ჩაუბმელი ხარ ყველგან. ფაქტიურად ყველგან მაგ მთაზე ხარ ჩაუბმელი, იმიტომ რომ თუ მოწყდი, ახლა სხვასაც დაღუპავ რა. და სავარაუდოდ მასე მოხდა, აი გაბლიანთან ერთად რომ კუხიანიძე და უზმინი გადარჩა. უზმინი გადარჩა ერთადერთი, ხო? ჩაბმულები მე როგორც მახსოვს ეგ ისტორია, ჩაბმულები იყვნენ და ერთმა მეორე წაიღო და რაღაცა, ამიტომ პრაქტიკულად ყველანი დადიან ჩაუბმელები მაგ რა. ხო, მე ამის შესახებ დაწვრილებითი ვიდეო გაკეთებული, ასე რომ ნახეთ აუცილებლად ვიზარ. არ გაგვიგონახეთ. ნახეთ აუცილებლად. ისა, ეხლა ნახე რა ხდება მაგ. არის ეგრეთ წოდებული ობელისკი. ობელისკი ეს არის ესეთი ცალკე მდგომი უზარმაზარი, ძალიან ლამაზი კლდე. ქვა, თუ კლდე რა დავარქვა, არ ვიცი. ქარისგან აი გამოჩიჩქნული და გამოქარული და აი ამ ობელისკის ძირში არის ილია გაბლიანის საფლავი. განსასვენებელი. აი სადღაც მაგ არის აი იქვე, აქაც კიდევ ერთხელ გემოვნე უზარმაზარი პლატოები არის მაგ. რავი, ალბათ ერთი რამდენიმე 100 კვადრატული მეტრი სწორი აი ესეთი გზელი მინდვრები არის. აი ესეთი ქედი მიდის იმამ ვაჟა-ფშაველამდე რა. სადღაც ვიწროვდება, მაგრამ ძირითადად ის არის. მაგ ქონდა ჩვენ ბანაკი. სადღაც გაბლიანიდან ალბათ ერთი 150-200 მეტრში რა და ერთი დღე ქარიდაც უამინდობა იყო და ჩავედით მოვინახულეთ ახლა მე და მეორე დღეს დილით რო გავიარეთ ეს გაბლიანის ეს სამარხი, მოუვარეთ ობელისკს, ავედით ამ ობელისკის თავზე და შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო რა. რატომღაც აღმოჩნდა, რომ მაგ მომენტში მე ვიყავი ჩვენი ჯგუფის თავში. ნუ ხედავ კიდევ ვიღაც სხვა ჯგუფებიც, სხვა ტიპებიც გავიდნენ დილით და ყველა გაჩერდა ერთ ადგილას. ოღონდ რა ადგილია, იცი, აი ეს დანის პირს რო იძახი, აი ესეთი. ხო? აი მართლა ესეთი ქედი არის, ოღონდ ეს ხდება 7200 თუ 7300 მეტრზე, თვითონ არის 7500 მეტრამდე. მოდი ეს დავამგვალოთ. 7495-ია როგორც იძახია. და ეს ალბათ არის ერთი 200, შეიძლება 300 მეტრით უფრო დაბლა მწვერვალიდან. აი არის ესეთი დანის პირი, რომელსაც ჩრდილოეთიდან, ანუ საიდანაც ჩვენ ამოვედით, ჩვენი ბანაკები სადაც არის, იქიდან უტყავს ქარი და ალბათ რა ვიცი, ახლა ძნელი შესაფასებელი, რამდენიმე 100 მეტრში ადის ეს თოვლის ალმები. ახლა რომ მიუახლოვდი იმ ადგილს, ხო? მეთქე ხა როგორ უნდა გაიარო ეს, ახლა იქით თავს რო გადაყოფ, წაგაცლის ისეთი ქარია. აქეთ პიტალო ყინული არის. გამოვიხედე და 5-6 კაცი ჩემს წინ ვინც იყო, იცით დგას და იყურება აქეთ იქით რა. მე ხა გავიხედე უკან და ვხედავ რა ბიძინა გუჯაბიძე მეწევა. და მეთქი დაველოდები ახლა რა ბიძინას და ამოვიდა ბიძინა და კითხულობს რომ რასელოდებით და ბიჭო რა ვიცი ბიძინა ხა ესენი რასელოდებიან მე არ ვიცი მაგრამ მე შენგელოდები მეთქი შენგელოდები ასმეველოდებოდა ამათ რა ვიცი რა თავში ხა ჩაფიქრებული მაგრამ ანუ ბიძინა მე გამოიხედა გადაზურა გადმოზურა რაღაც მოკლედ მოუნახა გასაღები როგორ გაევლო გრძელი კი არ არის ალბათ ერთი 20-30 მეტრია ოღონდ
ძალიან გრძელი 20 და 30, ასეთი გრძელი 20 და 30 მეტრის ცხოვრებაში არ მქონია და რაღაცნაირად მონახა რა, რაღაც ტრიაპთან გაკვალა კიდევაც, თან ხა დაინახე ადამიანმა რომ გაიარა, როგორ გაიარა, როგორც მინიმუმ იმას შეიძლება მიბაძო, ხო? ხო. გადავიდა ბიძინა სწრაფად გაიარა და მეც მივყევი და სწრაფად გადავყევი, თავარი იყო ძალიან შესაწასული იყო ქრამეთანი, ეგეც არ მინდოდა. ესე გადავყევი. ეგ მოტივაციაც გააქვს რა. მოტივაცია ხონდა რა, არა, მეთქი ახლა ეს თუ წავიდა და დააწვა კიდე ესეთი რაღაცა რომ შეხვდეს რა უნდა ვქნა და მაგრამ გადავედი და ესე მოხდა. იქიდან მე კიდე კაი შორია, იმიტომ გრძელი ქედი არის. აი ესეთი რატო იდგნენ არ მოგიყოლია? ესენი რატო იდგნენ არ ვიცი, მაგრამ ესენი ზელოდებოდნენ რაღაცას, რა ვიცი რა ზელოდებოდნენ, მაგრამ მე მოგონენ თქვენ თუ არა? მაგით გადმოვიდნენ, ახლა დაინახეს, ახლა ერთი გადავიდა, მეორე გადავედი, მე ისინი წამოვიდნენ ალბათ რა. ხო, ალბათ რა, ყველა წამოვიდნენ, იმიტომ რომ თაზე ხო ამოვიდნენ, ნახე მე ხო ისევ გავერთიანდეთ, იმიტომ რომ მე ისევ სწორი ადგილები იწყება და მე თაზე რო გადიხარ მწვერვალზე. აუ, მიდიხარ და გონია რომ ახვედი და კიდე წინ ცოტა უფრო მაღალი ოღონდ ეს არის როგორი დამრეცი, ისი რა. ხო, აი ესეთი რა. ანუ ბოლოს მაგრამ ბეზრდება რა. ერთი სული გაქვს, როდის მურჩება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება და აი არის ის რომ როდის არ თავდება რა და ნუ ავედით ახლა ბოლო რა ამინდი კარგი იყო იმის მიუხედავად კაი ამინდი იყო აი ახლა უკან როგორ გავიარე ის ადგილი აღარც კი მახსოვს იმიტომ რომ ძალიან ადვილად გავიარე მაგრამ აი ზევით ესე დამრჩა მხედველობაში რა ეხლა რაც შეეხება იმ ქალის ამბავს ის ქალი რომ ეს ამბავი რომ დაიწყო ხო პირველად მე არ მქონდა წარმოდგენა სად იყო სად მოხდა ეგ ამბავი. მე თავიდან მეგონა ეს ქვა რო დავინახე და კარავი გაშლილი რომ ეს იყო ობელისკთან. მეც ობელისკი მეგონა ეგა ხო? აი არ არის ობელისკი. ობელისკთან რო ყოფილიყო სიტუაცია ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა რა. იმიტომ რომ უკვე ეს გადმოვლილი გაქვს დანისპირ. უკვე გადმოვლილი გაქვს და დაშვებული გაქვს და უკვე ნუ აღარ არის უბედურა. ეს არის საკმაოდ ზევით 7300 მეტრზე არისო და ობელისკი არის 7100 მეტრზე თუ არ ვწდები რა. დაახლოებით ესეთივე განსხვავებები არის რა. მაგრამ ეს ქვაც იგივე ფორმა აქვს, ხო რაღაცა დაახლოებით ესეთი. ბევრად პატარა არის რა. ეს ობელისკი დიდია. მე ხა უყურებდიან ფოტოებს, იმაშვებოდი, გუგლავდი რაღაცებს, მაინტერესებდა ვიხსენებდი, ეს ობელისკი დიდია, ბევრად ლამაზი და შთამბეჭდავი ისაა რა. აი დავგუგლოთ მე და ნახოთ. მოკლედ რაც შეეხება მე ის ეგ ისეთი ადგილია ზოგადად რა, ხა იქ არა გაქვს შენ არანაირი ჟანგბადი. შესაბამისად თუ ჰიმალაიში ჟანგბადი გაქვს და 8000 ზევით იწყება ასე ვთქვათ პრობლემები, მაგრამ ჟანგბადი გაქვს და სულ გავაკ ჟანგბადი არა გაქვს. და ძალიან ჩრდილოეთით არის. ეს ჩრდილოეთით გარდა იმისა, რომ კლიმატის იმაშვება ჰაერი უფრო მშრალი და ცივი და უფრო არა ადამიანურია რა. კიდევ ერთი მაგიტომაც ითვლება ეს თულად რა, რომ ცივი და მშრალი კლიმატია, ციმბირივით კლიმატი, ეხა ჰიმალაებში ხო მაინც უფრო აი როგორ გითხრა უფრო რბილიაო თითქოს აი ძალიან მიჭირს ახლა ბოლოს და ბოლოს ხა სამხრეთია სამხრეთია და ფაქტიურად ტროპიკები არის იქვე რა 50 კილომეტრში ხო არის 50 კილომეტრში ტროპიკები და აქ კიდე არაფერი არ არის ჩას აი იყურები და აი არც ჩრდილოეთით არც სამხრეთით არ ვერაფერს ვერ ხედავ ხო, ნელ-ნელა ბრწყელდება, რომ ბრწყელდება იქაც უდაბნოა რა. აი, დაკლამაკანია გაცო ჩინეთის მხარეს კატასტროფა უდაბნოა. გობი და რავი, მთელი უბედურება არის რა. ანუ ამის გამო არის აი მძიმეა რა, ძნელია ამის შეიძლება არამეცნიერული შეიძლება ითქვას რომ თქვა სასიკვდილის ზონა მანდ უფრო ქვემოთ იწყება ვიდრე ჰიმალაიაში. რა თქმა უნდა, ეგ თალსახად შეიძლება ითქვას, რომ აი ვაჟაბშაველად იწყება სიკვდილის ზონა რა. ვაჟაბშაველა არის 6900 რაღაცაა, თითქმის 7000 მეტრი არის და მე მქედზე, ანუ ფაქტიურად ეს ქედიც უკვე საკმაოდ რთულია. მაგის გამო, ტექნიკურად არა. ეხლა ნახე რა ხდება. ეს მე ქალთან ერთად იყო იტალიელი, რომელიც ჩამოვიდა, ავიდა და სხვათაშორის ამ იტალიელის სიკვდილი ძალიან გავს საწყალი ილიკო გაბლიანის სიკვდილს. მას არც თქვა მოხვედრია, არც ზავში მოხვედრია, არაფერი, არც ჩამოვარდნილა, აი უბრალოდ დაждდა და გამოქვიტვისგან მოკვდა.
აი ეს იტალიელიც ესე გარდაიცვალა. გამოიფიტა რა, აი გაცვდა რა. და იძახიან რომ საკმაოდ ხშირია ესეთი შემთხვევები. საერთოდ ზოგადად სასიმაღლო ალპინიზმი არის ძალიან სპეციფიური რაღაცა რა. მოკლედ ორგანიზმი ან იტანს სიმაღლეს, ან ვერ იტანს. არ არსებობს ვარჯიში, რომლითაც შენ ორგანიზმს აატანინებ რა. არიან ტიპები, ვისაც აი საერთოდ უვარჯიშებელი შეუძლია წავიდეს და დაეგდება 7000 და 8000 მეტრს და არაფერი არ მოუვა, ჩამოვა და სიგარეტსაც მოწევს. არის ტიპი ატლეტია, დარბის ყოველდღე თავს იკლავს რაღაცა 5000 მეტრამდე გადის ურთულეს მარშრუტებს სიმაღლეში ვიძახი. მაგრამ სიმაღლეზე აი არ შეუძლია რა. აი ორგანიზმი იძახის რა არაო რა, ხო ხდები არა ორგანიზმი სხვადასხვა არის რა, ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად სხვადასხვა არის. აი ზოგს მაგალითად აქვს მუსიკალური სმენა, ზოგს არ აქვს. ხო, ზუსტ ხო, ანალოგია. მორჩა რა, აი მუსიკალური სმენასავით არა გაგდა მორჩა რა. ხო და ასევე არის ესეც რა. აი მორჩა რა. დაიჯდა და არ არის შენი საქმე ხო, არ არის შენი საქმე რა. ხო შემთხვევაში ორგანიზმის უბრალოდ ჩემი საქმე კი არის, მაგრამ ორგანიზმისთვის ვერ არის. 5500 მეტრამდე იალბუზის სიმაღლემდე შეგიძლია გაიარო ურთულესი მწვერვალები, აი მიზერებზე იცოცო, იყო ბრწყინვალე, კლდეზე მცოცავი, ბრწყინვალე მთავსვლელი, მაგრამ სიმაღლეს არ უნდა მიეტანო რა, როგორც ჩანს ეგ ჯობია ეგრე იმას აქვს. და შენ თავი უნდა იყო. ეს ემპირიულად უნდა დადგინდეს როგორ რომ მოკვდები. არა, საჭირო მოკვედრავე პირველი ექსპედიცია მაღალს უკვე ავლენს ამ ყველაფერს შენ გაქვს თუ არა ამისი შენ ორგანიზმს აქვს ამისი საშუალება თუ არა აქვს ამის საშუალება პირველი ექსპედიციაში ჩანს ხოლმე რა ეს როგორც წესი რა მოკლედ ნუ პირველი ექსპედიციაში არ უნდა მოგივიდეს რაღაც გარდა ამისა კიდე არის ერთი მომენტი ის ტრამვები, რომლითაც ჩვენ ბარში შეგვიძლია მშვენივრად ვიცხოვროთ 100 წლამდე, როგორც კი ხდები ასეთ გარემოში, ხდება მათი აქტუალიზაცია, აქტივიზაცია. აი მაგალითად იყო ესეთი ძალიან სამწუხარო შემთხვევა, ესეთი მთავსვლელი ახალგაზრდა ბიჭი, ფირცხალავა გვარად დაიღუპა პამირში. როგორ დაიღუპა? მიდიოდა უცბად გახდა ცუდად, დაეწყო ტვინის შეშუპება და ვერ მოახერხეს ჩამოყვანა. რაში იყო საქმე? რაღაც პატარა ავარია მოუვიდა თბილისში რა, რაღაცას დაეჯახა თუ რა. პატარა ტვინის შერყევა ქონდა, რომელიც არ მიაქცია ყურადღება, ნუ დამალა თუ რა ქნა, არ ვიცი, ხა მე მედკომისია იყო საკმაოდ ის. მოკლედ წავიდა რა და აი გაურთულდა რა. თუ რაიმე პატარა ჯანმრთელობის პრობლემა გააქვს, იქ ხდება იმისი გაათმაგება, აი ბუსტი ხდება რა. აი შეიძლება ტკივანი კბილი წახვიდე და იქ всё, ნუ წამოხვიდე. ხოიდან ხო, რავიდან აღოლის ბუშტი გაწუხებს რა. გაწუხებს და ცხოვრობს წლები რა. არ მიდიხარ ექიმთან და სვამკიდება, ჭამკიდევაც, ნუ რაღაცა შეიძლება ზედმეტი ხურისხობს ვერ შეჭამა და იცხოვრებ რა. აი ის აღოლის ბუშტი რომელიც გაწუხებს, ხევს და დაგაგდებს და ის რომ დაგაგდებს. მე ვიღაცა უნდა ჩამოგიყვანოს. ხო, მე ვიღაცა უნდა ჩამოგიყვანოს და ეს ჩამოყვანა ძალიან პრობლემატური არის. ძალიან პრობლემატური. ხა მეცინებოდა, თან მეცნდებოდა ხა ის ხალი რომ იძახდნენ რომ აი რატო არ შველიან და რაღაცა ბიჭო, ესე არ არის უშველო. იმისთვის რომ ეშველათ, ხო? იმისთვის რომ ეშველათ რამოდენიმე ძალიან მაგარი დამთხევა უნდა მომხდარიყო. აი ინგლისურად coincidence რა. პირველ რიგში უნდა ყოფილიყო იქვე ვერტფრენი, რომელსაც აქვს 7000 მეტრზე ასე ვთქვათ, წყალებში დესანტის ჩამოსვლის საშუალება. ეს ევროკოპტერები რაც არის ხო? ევროკოპტერები რაც არის რა, თავისი შესაბამისი მფრინავით, რაც უკვე არც ისე ბევრია მსოფლიოში. გარდა ამისა, შემდგომ ყოლოდა აკლიმატიზაცია გავლილი ძალიან მაღალი დონის მთავსვლელი. მზად ამ საქმისთვის ოღონდ 1 და 2 არა, მინიმუმ 2 სრულფასოვანი ჯგუფი, ანუ 7-8 კაცი მაინც. 7-8 კაცი მაინც.
რატო? იმიტომ რომ ვერტფრენს სადაც ის ხალი იყო იქ ვერ დაჯდებოდა. იქ ვერ დაჯდებოდა. ამ მწვერვალზე უნდა დაგესვა და იქიდან უნდა დაშვებულიყვნენ ამ ქალთან, ან ობელისკთან უნდა დაგესვა და იქიდან უნდა ასულიყვნენ. ეხლა ეს უკვე იმის დამიხევით სადუფრო ახლოს იყო, იმის დამიხევით გადაწყვეტავდნენ ალბათ, მაგრამ ეს შესაძლებელია. შემდეგ ეს ქალი უნდა დაეშვათ ობელისკამდე, სადაც არის დიდი პლატოები და სადაც ვერტფრენი უსაფრთხოდ შეძლებს ასე ვთქვათ დაფრენას. და მე ვერტფრენი მეორეჯერ უნდა ამოფრენილიყო. ეს ქალის ევაკუაცია მოეხდინა ალბათ ერთ-ორ მთავრობელთან ერთად და დარჩენილი ჯგუფის წევრები ეს ჯგუფი ორჯერ უნდა ასულიყო აეფრინა ზევით. ეს უკვე ორი ხოტკა არის ვერტფრენის. და ყოველი ასეთი აფრენა ჩამოფრენა რისკის ზონაში საკმაოდ ისეთი არის მძიმეა რა. ვერტფრენისაც მძიმეა და ფანჯარა ამინდის ფანჯარა გჭირდება კიდე. საკმაოდ ხანგრძლივი. ტიანშანი არ გაძლევს ამხელა ამინდის ფანჯრის საშუალებას. ხო, ანუ ბევრჯერ უნდა დაემთხვეს კარგი ამინდი. კარგი ამინდი, ანუ ერთ დღეს უნდა დაემთხვეს, როცა აიყვან და მე რაც თავარი იმ ქალის წამოყვანა როცა გინდა. და ესენი იმდენად კარგ ფორმაში უნდა იყვნენ, ფაქტიურად რო აიყვან ეს ქალი რო ჩამოიყვანეს, მე თავისი ხოდით უნდა შეძლონ დაბრუნება. ნუ კაი, ვთქვათ ეს თანსულები არიან, მაგრები არიან და ნებისმიერ ამინდში შეძლებენ ვთქვათ დაბრუნებას. ოკეი. ხო, ხდები რამდენი რაღაცა უნდა დაემთხვას რა. ანუ ამ ადამიანს ხო. ამ ადამიანს თავის ესე იგი. ხო? ხო. რაც თავარი ამ ათმა კაცმა, ნუ 8 კაცმა, ხა, რომელიც უკვე აკლიმატიზირებულია, თავის სპორტულ შედეგებზე უარი უნდა თქვას და წამოვიდეს აქ მიიღოს მონაწილეობა. ნუ კაი, ვთქვათ ეს იზამს რა, მაგრამ ნუ ზოგჯერ ესეთ პრობლემურია, იმიტომ რომ იმათ სპონსორი ყავს, იმ სპონსორს თავისი ინტერესი აქვს, ამას თავისი გეგმა აქვს. ამ გეგმის მიხედვით უნდა ეხლა ისკნას და მე ისკნას, რომ მე ის გამოუვიდეს მესამე. ანუ ძალიან ბევრი ის არის რა, ფაქტორია რა, რომელიც და რაც თავარი ეს ყველაფერი ხდება აგვისტოს, კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი. რაც თავარი ეს ყველაფერი ხდება აგვისტოს მეორე ნახევარში. აგვისტოს მეორე ნახევარში მაგ მოდის ზამთარი. აი როგორი ზამთარი იცი? ერთ დღეში დამთავრდება მაგ ყველაფერი. ერთ დღეში. ვერც ცოცხალიძა ჩამოვაქვევით, ვერც ალპინისტი ჩამოვა და ვერც ვერტფრენი ვეღარ აფრინდება რა. აი ეს მინდოდა მეთქვა. ხო, ასეც მოხდა პრინციპში და ხო, რითი თქმა მინდოდა ეხლა თქვა დავიდა ეს 8 კაცი, თქვა იპოვეს ეს ქალი. მე საკაცეზე უნდა დადონ, ხო, ეხლა ზურგზე მოკიდებულს ხო ვერ წამოიღო. საკაცეზე უნდა დადონ, ხო. ხო და აი ამ დანის პირზე, კარში რანაირად შეიძლება ვთქვა, საკაცეს 6 კაცი მინიმუმ ჭირდება, ხო? ყველაფერი შეიძლება, მაგ ანუ როგორ შეიძლება როგორ ეხლა ხო, ამინდი თუ მოგცა ამინდმა ამის საშუალება. ხო, ეხლა ეს კიდე ერთი რამე არ ვიცი, ეს დანის პირამდე ხდება ეს ქალი სადაც არის, თუ დანის პირის ზევით. დანის პირის ზევით. დანის პირი აქვს გამოსავლელი. დანის პირი აქვს გამოსავლელი, ო, მაშინ ეს კიდე ერთი ურად ართულებს, ხო? ხო. ესე იგი, ის ქალი სადღაც მწვერვალის და მისასვლელებთან ძალიან ახლოს მოხდა მაგისი, ასე ვთქვათ. ხო და იმ რუსმა ჩამოიყვანა და დატოვა იქა, თავისი მე ამ იტალიელმა გერმანელთან ერთად აი აუტანა კარავი და საჭმელი და გასათბობი და ყველაფერი და ხო. და რა კიდე რა იყო იცი მე? ობელისკთან ჰქონდათ გაშლილი ბანაკი და ამ გერმანელმა და იტალიელმა მაგარი იჯიგრეს, მინდა გითხრა. მაგარი.იდან ჩამსულებმა აიტანეს და თვითონ დაბრუნდნენ და თვითონ რა კარავში ეძინათ. ნუ რაღაც კარავს ნახავდნენ, ხა იქ ბევრი ვიღაცა იქ. ჰქონდათ კარავი, მაგაშია საქმე. მე ხო კარგად ისვქენი. მღვიმე ყოფილა იქა. ვაჟაფშავლა. ხო, მღვიმეში გაათენეს ღამე, ხო. მღვიმეში ფანტასტიკურია ლუკა. ის ლუკა იყო. აი ლუნა მღვიმეში მოკვდა ვაჟაფშაველას ქვევით? ხო. აუ ფაქტიურად ჩასული ყოფილა ის საწყალი და. ხო, მაგრამ გამოფიტვა რა, აი კიდევ ერთი აი გამოიფიტა და მოხდა რა. ხო, ვერ უძლებს ახლა ორგანიზმი რკინა იმტრევა გაცოდა ეს არა ქვია, ტიტანი და ახლა. შეიძლება ზუსტად აი ის მომენტი რომ იმან ავიდა ლუკამ და ის აუტანა და ჩამოვიდა, აი ის რომ აიარა და ჩამოიარა, ეს იყო ის ლიმიტი, ის ზაპასი, რომელიც მას ჩაიყვანდა ქვევით სამშვიდობოს გაიყვანდა და აი და ხო, გერმანელი აქ მკურნალობას გადიოდა 2 თვე კიდე. თუ 1 თვე თუ რაღაცა ისე. აი ეს მძიმედ იყო ისიც.
არ იყო თლად კარგად. ის ჩამოვიდა ძიკიმდე და იქ უკვე ერთი ვერტფრენი რომელიც აფრინდა. ინელჩეკ თუ რაღაც ეგეთი. ინელჩეკი ქვემოთაა, ხო. ხო და ძიკიზე იყო. ხო და რო გაუშვეს მირვა, ანუ დაზღვევა ქონდა, იმ ხალხს დაზღვევაც არ ქონია. ანუ წამოსაყვანი დაზღვევა არ ქონია და გერმანელს ქონდა. მირვა აფრინდა და თავის მაშველებიანად იქვე ჩამოვარდა იმ ზოზდეჩკაზე. ხო, მათ შეიძლება ვარდება საერთაშორისო. ხო, დაიბრუნ ისინი. ჩამოვარდას ბიძინებუჯებიძე და ჩვენი ბიჭები შეესწრნენ. ხო. აი არის მაგის კადრები საერთაშორისო. ხო რა, აი ის პერიოდი რაც გაძლო ისიც საოცრებაა და ბოლო კადრები რაც არის უკვე დახეული რო არის კარავი. მე ვკითხე ჩემს მაყურებლებს მეთქი იქნებ თქვენი ცით მეთქი, იმიტომ დრონი მიდის, ვერ მიდის. ანუ წრეებს ურტყამს, თითქოს აი მისვლა უნდა და ვერ 3-4 ისეთი გამოცდილი დრონის ოპერატორი მყავს მაყურებლებში და გამომწერებში და ქარის გამო საერთოდ როგორ მივიდა იქამდეო, ესეც საინტერესოა, ხო? ეგეც საოცრებაა, იმიტომ რომ აშკარად ეთყობაო, რომ გაგდო ეს სპეციალური დრონი არ არის, მე რომ აქ პატარა. დიდი სპეციალური დრონი არის, ხელით ნაკეთი და ისაო, მაგრამ ვერ მივიდოდაო რა, რომ შანსი არ არის. მოკლედ, შანსი არ ქონდა ხა შვილის მესმის შვილია, დედა გასაგებია, მაგრამ მოდი ხა რეალობას თვალში შევხედოთ. და სხვათა შორის მაგეთი რაღაცეების ზოგჯერ აი მაგალითად გაბლიანის გარდაცვალებიდან ხო 61 წელს მოხდა ეგ ტრაგედია, შემდეგ რამდენიმეჯერ სადეს ქართულმა მთამსვლელებმა მოეწყოთ ექსპედიციები და ის წამოიყვანა და კიდევ მსხვერპლი იყო, სამწუხაროდ არ მახსოვს ყარი. კი, მსხვერპლი იყო, კი, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, ახლა ზარო დავფიქრე გვარსაც გავეცდები, სვანური გვარი ქონდა. მოკლედ მეც დაღარ სვანი ბიჭია, გვარი არ მახსოვს რა, ხო. ჩემ ვიდეოში არის და ნახონ, ხო, იქ არის. ხო. თვითონ ეს სამაშველო ოპერაციაც არის ხოლმე ძალიან მაღალი რისკის შემცველი რა. და უნდა კონდეს მას რეზონი, უნდა იცოდე რომ ადამიანი ცოცხალია და იცი რომ ცოცხალი ადამიანისთვის რისკა. თუ ცოცხალია, თუ ადამიანი ცოცხალი არ არის, მაშინ ეს სამაშველო ოპერაცია უნდა განახორციელო მაშინ, როდესაც გექნება მაქსიმალურად კარგი პირობები, რომ იმ მაშველიც ხო ადამიანია, ხო უნდა შეწიროა რა იმას. და როდესაც ხე გარდაცვლილია, ხო იმ გარდაცვლისთვის ხო სულ ერთია, როდის მოახდენ ის ევაკუაციას რა. თავარია ეს იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო. ეგ არის ასე ვთქვათ ჩემი. ხო, მით უმეტეს იცი რა ალპინიზმზე თავშეწირული ადამიანისთვის ალბათ საუკეთესო. ხო, შეგეც არის რა. ადგილია განსასვენებლად მე თუ მკითხავ რა ვიცი. ჩვეულებრივ გაბლიანის უკეთესი საფლავი რა უნდა იყოს ვიდრე იქ იწვედა ამდენი 10 წლეულები გავიდა და აი კიდევ მის სახელს ვახსენებთ და ის ჩვენთვის რაღაცა მას წარმოადგენს რა ლენდმარკი. მისტიკაც არის ხო რაღაცნაირი მისტიკაც არის. ირაკლი, კარგი, ჩვენ ტიან-შანიდან გადავინაცვლოთ ახლა აქეთ 8000-იანებისკენ. როგორ მოხდი შენ ამ ჯგუფში, რომელიც ევერესტისკენ? რომელიც წელი იყო ზოგადად, აი, მოდი გავიხსენოთ ეს. პირველი ასვლა იყო ხო ქართველების მე ასე მახსოვს. თუ არა? არ იყო პირველი ასვლა. პირველი ასვლა იყო რომან გიუტაშვილის, რომელიც ავიდა 1991 წელს. აი ესეთი ამბავი იყო. რომან გიუტაშვილი უფროსი თაობის წარმომადგენელი აი ეს არ იყო ქართულ ექსპედიციასთან ერთად არასულა, ხო? ავიდა ვიღა. პირველი ქართველი იყო, რომელიც ავიდა 90 რუსებთან ერთად იყო. ესე იგი ეს ჩვენ რო ავედით, ეს იყო 99 წელი. Ну, მოხდი, იმიტომ მოხდი, რომ პრინციპში წინა წლებში მქონდა შედეგები, ტიან-შანზე და ჰანტინგზე და პაბედაზე რო ვიყავი ნაყოფი, იმიტომ მოხდი ამ ჯგუფში. ყველანაირი წინა ეტაპები გავლილი მქონდა იმისათვის, რომ მქონდა რეალური შანსი ავსულიყავ. Ну, ეხა ეგ კიდე ცალკე სხვა ისტორია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ყველაზე საინტერესო მაგაში არის რა ბეშევესტები გითხრა რა. თვითონ ეს ნეპალი
და სხვა სამყარო, იმიტომ რომ მანამდე სადაც კი ნამყოფი ვიყავ, ეს იყო მაინც პოსტსაბჭოთა ქვეყნები, თავისი რაც ხა ჩვენთვის ნაცნობია რა, ხა მაგ ჭაობში ვართ გაზრდილები და ვიცით ეს რომ მოხდები კი აზია, შუა აზიაში, კი შუა აზია, კი განსხვავებული კულტურაა და სხვა არის, მაგრამ მაინც არის სავოკი რა. ანუ ბევრი რაღაცა შენთვის ნათელია რა. აი ხო, ნაცნობია რა. დღესაც რო ჩახვიდე, ხო, იმ ყირგიზეთში და ჩემი ოცნება არის და ალბათ ავისურვებ ამ ოცნებას, ხო? ნუ, ხლებ და გასტინიცა ყველა მის. ბიშკეკი ხო, ნუ ადრეზუს. ბიშკეკი და ის და აი მოხდი ადგილას, სადაც ყველაფერი უცხო და უცნაური და სხვა არის რა. იმდენად განსხვავებულია ყველაფერი, საჭმელიდან, სასმელიდან, საცხოვრისიდან გაგრძელებული, აი თვითონ როგორ არის მოწყობილი ქალაქი, როგორ არის მოწყობილი სოფელი. აი სულ სხვაგან ახლა რა, აი სულ მუდმივად უცხოობის გზნობას განიცდი. თან ჩვენ შევედით ჩრდილოეთის მხრიდან, ტიბეტის მხრიდან, ანუ ნეპალიდან გადავიარეთ ეს საზღვარი. ნეპალ-ჩინეთის საზღვარი რა. და ხვდები აი ამ საოცარ ადგილას, რასაც ქვია ჯერ ეს თავდება ეს ნეპალის ხეობა თავისი ღრმა ხეობებით და ტროპიკული მცენარეებით და უცბად ხვდები რაღაც პლატოზე. აბსოლუტურად შიშველ პლატოზე რა, რამდენიმე დღე მიდიხარ სანამ ეს ტიბეტია უკვე ხო? ეს უკვე ტიბეტი არის ხო. ნუ ჩვენ გავიარეთ ამ ტიბეტის ალბათ 1 მე 10-დი არც კი. იმიტომ ტიბეტი მე იქით იწყება და ხასა და მთელი ამბავი ჩვენ ხა პრინციპში ეს მარშრუტი რო დადო რუკაზე აღმოაჩინე ტიბეტის ერთი ბეწო ნაწილი ვნახეთ, მაგრამ ნუ ეგეთ ძალიან ძიმე შესახედავი არის რა, ანუ ეს თან რომ მიდიხარ ეს არის აპრილი ხო იცი ისე თუია ჯერ სიმწვანე გამოსული არ არის და გული გისკდება ვაფშე აქ ხალხი როგორ ცხოვრობს, რას აკეთებს, რას ჭამს, რას ტოვს. მე უკან რომ მოვდიოდ კი ვნახეთ ეს აბიბინებული და გამწანებული, მაგრამ აი აქედან იქით რომ მიდიხარ ძალიან ძიმე სანახავია. რაღაცით გავს ჯავახეთის პლატოს, მაგრამ ჯავახეთის პლატო ბევრად უფრო ცოცხალია იანვარშიც კი, ვიდრე ის აპრილში რა. ნუ ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური შეხედულებაა და არა უფასოვნად ვაფასებ, არ არის ეს სწორი შეფასება, მაგრამ ნახოთ. დანარჩენი ხა ჩვეულებრივად წარიმართა ეს არაფერი განსაკუთრებული მაქვს არ ყოფილა. მინდა გითხრა რომ პაბედაზე ასვლა ბევრად უფრო დრამატული და მძიმე იყო, აი სიმძიმის მხრივ, ვიდრე ევერესტზე ასვლა. ეს ჩემი სუბიექტური შეფასება, შეიძლება ეს განაპირობა, იმიტომ რომ ევერესტზე რო მწვერვალზე ვიყავი, მქონდა იდეალური ამინდი, ალბათ რამდენიმე წელიწადში ერთი დღე არის ხოლმე მასეთი იდეალური ამინდი. დაართებდი სანთელს და ილოცებდი. ლოცვას ისე ჩამთავრებდი, სანთელი არ ჩაიწვევოდა, არ ჩაქრებოდა. აი ესეთი ამინდი მქონდა. ესე იგი შემოდა წაგიყვანოს ადამიანმა ეგეთ. ეგეთ ადგილებში იქ პობედაზე აქ ეს. რომ ჯდებოდი, დასასვენებლად რომ ჯდებოდი, აი ეს მახსოვს კარგად. აი ამ ჟანგბადის მასკას ვიხსნიდი რა, იმიტომ რომ ნერვებს მიშლიდა რა. ანუ და ხელოდა კიდეც ალბათ ხო? არ სიცხე არ მახსოვს, მაგრამ დისკომფორტი არ მახსოვს, გაიგე? აი კარგად ვიყავი რა, აი ჯდებოდი ხოშიანად, ვიღაც გვერდზე აქეთ იქიდეს შერპები დადიოდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ, ბიჭოებს ყრიდნენ. აი ეგ იყო და თავარი ეს ასე ვთქვათ, მომენტი ეს იყო. ხო, აი ხეკა საინტერესო რა მოხდა, იმ წელს იპოვეს სადღაც მაგ ვიდამოებში მელორის, ასე ვთქვათ, ამის შესახებაც მაგ მე ვიდეო გაკეთებული ასე რომ ხო მაგის შესახებაც და სხვათაშორის წელს ამბობენ რომ ირვინის რაღაც ფეხის ნაწილი იპოვესო ყოველ შემთხვევაში ხო ირვინი ეწერა ხო და ნუ ეხლა გენეტიკური ანალიზით ალბათ დადგინდება ხო ანუ კი მაგის დადგენას ახლა აღარაფერი არ უნდა ხო მაგრამ მივაძლევ და ადგენენ იყვნენ ის საწყლები მთაზე თუ არა აი ეს არის ხო მე მაინც მინდა რომ იყოფილიყვნენ ხო ალბათ იყვნენ მაინც ალბათ მე ესე მგონია
ხო, ნუ მაგ კიდე ხა დრამატული არის ის, რომ რამდენიმე ხა ის სადაც მიდიხარ ამ გზაზე, ხო, რამდენიმე ფაქტიურად მუმიფიცირებული ადამიანის გვამიანი, რომელსაც უნდა გადაუარო რა, სხვანაირად ვერაული რა გვერდს რა. და ისიც გახსენებს, რომ რა შეიძლება მოგივიდეს თუ ოდნავ მაინც მოდუნდები რა. და რა თქმა უნდა, ასვლა ეს არ არის დამთავრება. ჩამოსვლა როგორც ამბობენ. ჩამოსვლა უფრო ის არის. კიდე აი ყველაზე ესე დრამატული რასაც ვიხსენებ ხოლმე არის მაგ როგორ არის რა, რომ თავიდან ადიან შერპები, როგორც კი პირველი ამინდი გამოვა და გაიხსნება ადიან ეს შერპები და მიაქვთ ეს ყველაფერი. მიაქვთ თოკები რა, თოკებს აბავენ რა და შემდეგ ეს მთელი წელი ვიღაცები დასოციალობენ, აგეთი კიდე ეს თოკები საკმაოდ გაცვეთილი არის რა და რა ჩრდილოეთის მხრიდან რო ადიხარ, ხო, არის ერთი მომენტი პირველ და მეორე საფეხურებს შორის, რომელზეც კაი დიდი ჩასავარდნია რა. და ეს თოკი არის გაბმული, კი მიდიხარ რაღაცები არის, ფეხის დასადები და რაღაცები არის, ხა ისე არ არის რაღაც დაართვა, მაგრამ ნუ თოკში ხარ ჩაბმული და მიდიხარ რა, მაგრამ ეს თოკი რო არ იყოს, ხო, ფეხი ერთი ფეხის დასრიალება და ვეღარ გიპოვის ვერავინ, ირვინი, მელორი და შეუერთდები ასე ვთქვათ იმას. და ამ თოკს მიყვებ, თოქზე ჟუმარი გაქვს ჩაგდებული და რომ გადადიხარ რაღაცა მომენტში ხვდები რომ ეს თოკები მაგარი გაცრეცილი არის რა და აი ფოტოც კი მაგ გადაღებული სადაც ჩანს ეს გაცრეცილი თოკი რა. სადაშე ძალიან კაი ფოტოები მაქვს. ძალიან კაი ამინდი იყო, აი ფოტოებზე ჩანს რა და პირველი სელფი სადაშორის აი Google Gmail-ზე პროფილის სურათად მაქვს დაყენებული, სელფი ოღონდ ეს არც ეს სიტყვა არ ვიცოდი და ოლიმპუსის დათვალეთი მაქვს ეს სასაპნე აპარატით მაქვს გადაღებული. და იმდენად კაი ხარისხი არის რომ გაადიდო ეს სურათი ანარეკლი ჩანს მყინვარის რა საიდანაც ამოვიდეთ. აი ასეთი კაი ამინდი გქონდა რა. თქვენ ხუმბუს მხრიდან არის ხო კლასიკური? არა, თუნდაც არ ამოვედი. ჩვენ ჩრდილოეთის მხრიდან ამოვედით. ჩრდილოეთის კედელი. ტიბეტიდან ამოვედით, ხო? ტიბეტ, ხო, ნუ ჩინეთის მხრიდან, ხო. ჩინეთის მხრიდან, ხო. მომისმინეთ, თქვენ დროს უკვე იყო ხო ეს კომერციული ასვლები, აი რასაც აი ფიშერის ცნობილი ასვლა რო იყო კრევითან ერთად. იქვე იდგნენ კომერციული ისენიც. აი სადგრძნობ უკვე რომ სულ ადგილას ხარ. რა ვიცი, ფაქტიურად ეს 8300 მეტრზე ღამეს რო ათენებ, ფაქტიურად არ გძინავს რა, უკვე საკმაოდ მძიმე არის ეს ყველაფერი. უკვე მაგრა იგზნობა. აი 8000 მეტრიდან იგზნობა ეს გარკვეული სიმძიმე, მაგრამ ჟანგბადი ბალონი გაძლევს იმის საშუალებას, რომ მაგრა ამსუბუქებს რა, ამ ყველაფერს რა. ამ გადატანას, ხო? ამ გადატანას რა, ამ ყველაფერს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვიცი ეს ჩემი გზნობა შეიძლება ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ აი ტიან-შანზე ხო, ეხა 7000 მეტრიდან რო ვიხსენებ იმისი ანალოგიური 7000 მეტრს, 7600-დან თუ 7800-დან დავიწყე ჟანგბადის ხმარება. ტიან-შანი ბევრად უფრო მძიმე არის, აი არ ვიცი რა აკეთებს ამას, მაგრამ ნუ აი უფრო რთულია რა. ბევრად უფრო რთული არის. აი 7000 ის რომ ეს 8000-იანი რო იდგეს პაბედის ადგილას 8848 მეტრი. აბსოლუტურად არავინ არ იქნებოდა. აი რა ვიცი, ეგ იქნებოდა ალბათ რაღაცა კატასტროფულად უფრო რთული მთა. მაინც ეთყობა ეს სამხრეთი და ეს ჰავა და ეს მუსონები და იქნება თავს. და მაშინ იყო ლევა სარკისოვი ყველაზე ხანში შესული ევერესტის დამპყრობად. ანუ ერთი დღით აჯობა ტიპს რომ ო იქონელი იყო მე მგონი ის თუ რაღაცა და ნახევარი წელი შენარჩუნდა ეს რეკორდი. მე ვიღაცა ავიდა კიდევ უფრო ისე, მაგრამ ნუ ახლა რეკორდია რა. შანსი იყო რომ არ ეჯობნა ჩვენ ჩრდილოეთის მხარიდან რომ ვიყავით, იყო ერთი რუსი თავსვლელი კორშუნოვი გვარად, რომელიც 64 წლის იყო. და მოდიოდა მთაზე, მაგრამ რაღაცა მომენტში სათვალე დაკარგა თუ მე მგონი ცოტა აურია რაღაცა, იმიტომ რომ რაღაც კვადრატი. არა, ჩვენაფერი მოგვიპარია. თვითონ მოდიოდა რა სათვალეს და ბოლოს მე მგონი ჩაიყვანეს, იმიტომ რომ ცოცხალი რო გადარჩა მე რქოვითაც ვნახეთ რა.
არა, მოთორ ის რომ ამოსულიყო, ლევას რეკორდი იქნებოდა სულ რაღაც ერთკვირიანი თუ ორკვირიანი, მაგრამ ამ შემთხვევაში 9 წელი გასტანა. თუ არ ცდები. მეგეც ყველაფერი გასაგებია. სათვალე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხო იმით გამიდოდა ეხლა რეინოლდ მესნერის ღია ლექცია ყოფილა წინა კვირას აქ ჰამბურგში და ხალი მესნერის ნახვაც ვაშურს გთქვია რომ აი ნაგავიცინასთან დაკავშირებით რომ ფაქტიურად შეუსრულებელი დავალებაა კაცი რომელმაც მარტო მიარა და რა ვიცი მოია თუ კი რამე იყო დასაპყრობი ყველაფერი დაიპყრო და ჟანგბადის გარეშე ნუ ესეც აი რაღაცა გენეტიკურია ხო ნუ ფაქტიურად კაცს ჟანგბადი არ უხმარია არსად რამდენადაც ვიცი ხო რა თქმა უნდა ნუ ახლა გარდა იმისა რომ ასე ვთქვათ მოიგო გენეტიკური ლატარია ნუ შემდეგ ძალიან ბევრი იმუშავა რომ ეს ყველაფერი განევითარებინა რა და ნუ მიაღწია იმ შედეგს რასაც მიაღწია რა და აი შენ რო შეხა და ძალიან მაგრე გაუმართლა რა კიდე რა ნუ რავი ნუ იტყვის რომ გამართლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ საკითხში რაც არ უნდა სწორად გააკეთო ყველაფერი გამართლება არის რა იქთარა და კენჭი მორხეული და ეხა ვიდი და რაც არ უნდა სწორად აკეთო შენ იმ კენჭს ხო უკან ვერ ჩააბრუნებ ხო რა მაინტერესებს აი შენ თქვი რომ კომერციული ხო აი ბევრი ვარჯიშია საჭირო და რაღაც აი თქვა მე მაქვს ფული და აი გიხდი ფულზა წამიყვანე ამიყვანე ევერეს მოსულა ეგეთი რამე ხო წინას არ უნდა შემამოსულა ალბათ ხო მე ნახდათ მოვკვდები ეხა მე მაინც და მაინც წინასწარ მე როგორც ვიცი არავინ არ შეგამოწმებს ამ ფულს აიღებენ ამ ფულის შესაბამის სერვის უზრუნველყოფენ ანუ შეიძლება ამ ფულის შესაბამის სერვისი იგულისხმება სავარჯიშო გასვლები საჭურველი რაღაცა ელემენტარული ვარჯიშების და სანამ თაზე გახვალ მაგრამ წაგიყვანენ და აგიტანენ ბევრი გადაიხადე შესაბამისად ხო ჩაგიბავეთ ატანით არ აგიტანენ როგორც წესი შენ თუ არ ახარ ამსვლელი ხო და თუ დაგიტრიალდა შენ თვითონვე იტყვი რომ ოღონდ აქედან ცოცხალი ჩამეყვანე და არც ფული მინდა არაფერიო გარდა ამისა ამისი გადაწყვეტილების უფლება აქვს გიდს ანუ შენ გიდს ვერ ეტყვი რომ აი მე ფული გადავიხადე ძმაო და შენ უნდა ამიყვანო 100%. ჩათვალა გიდმა მე ყველაფერი ვცადე მაგრამ ეხლა ისეთ მდგომარეობაში ხარ რომ შენი ზევით წაყვანა არის მკვლელობა მე მკვლელობაზე ხელი არ მომიწერია მოკიდებს ხელ და ჩამოგიყვანს უკან ხო იმიტომ რომ ჯერ არადეკვატური ხდები ხო იქ ძალიან ხშირადაა რომ არადეკვატური ვერავინ შენ მაგ ფულს უკან ერთ-ერთი სასამართლო ვერ დაგაბრუნებინებს იტყვის რომ მოკვდებოდა და მე მამის მკვლელობაზე ხელი არ მომიწერია არა ეს ყველაფერი გაწერილია ხოლმე ეს კონტრაქტები ხო ხდები როგორ არის გადამუშავებული და გადაღეჭილი ანუ შენ რომ მიდიხარ და იქ ხელს რო აწერ ამაზე აწერ ხელს რომ გიდი არის შენი ხაზე შენი პატრონი და ის გადაგიწყვიტავს შენ თუ წამოსასვლელი ხარ წამოგიყვანს კაიგე ასე რომ ესე არის რა რა თქმა უნდა თავისი კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე ის ყველაფერს გააკეთებს რომ შენ აგიყვანოს ხო ეს ფიშერის ექსპედიცია იმიტომ გამახსენდა რომ ეს საკმაოდ ტრაგიკულად დამთავრდა მაშინ და ეს რომელიც ბუკრეევის ამბები რო იყო ხო მე ბუკრეევი ხო ლეგენდარული ფიგურა იყო საერთოდ ზოგადად დაბა მაგას ქონდა მოგებული თუ ქონდა გენეტიკური ლატარია როეცოცა დასწრდა როგორ უცნაურად არის დაღუპული ხო ხო აი მაგას გეუბნები ეს არის გამართლება რა ანუ ერთი ზვავი იყო იმ წელსო სერიოზული ზვავი და მანდამაის ბუკრეევი და მისი მეწყვილე ხო კაცი რომელმაც რეები აკეთა ხო რა სადღაც სიმბირიდან რომელიღაცა არა ყაზახი იყო ყაზახეთის აღმოსავლეთიდან ხო სიმბირია ყაზახეთის სტეპებიდან ხო და სიმბირია რა სიმბირია რა ყაზახი არ გაგვიგონ მაგრამ ხო ნუ ეგრეა ნუ არ მე ექსპედიციებში ნაყოფი სიმბირია ფიზიკური გეოგრაფიის თვალსაზრისით სიმბირია ხო აღმოსავლეთ ნაწილში ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში დავდიოდი ზუსტად მე და ნუ იქ იყო ესე იგი ხა დღისით იყო +50 გრადუსი და ღამე შეიძლება -ზე ჩამოს -2 და -3 იყო ხოლმე. რა დაკლამაკანი და რაღა ეგ. ნუ საბოლოო ჯამში მოხდა ის რომ გარკვეულწილად ვიგზენი რომ ამოვწურე ჩემი თავი ამ სფეროში და ამ მიმართულებაში რა და
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მოხდა ესე თქვა თავის დანებება შედარებით უმტკივნეულოდ იყო ის, რომ შევეცადე საკუთარი თავი სხვა პროფესიაშიც მეცადა და მეპოვა რა და რაც მოხდა რა. ნელ-ნელა ჯერ ინარჩუნებ ოპტიმიზმს, რომ კიდე წახვალ, კიდე აგრძელებ რაღაცეების ყიდვას, შეგროვებას. მე ხვდები, რომ ეს ასე აღარ მუშაობს და აღარ გამოდის. მე ხვდები, რომ ორი ბატონის მსახური არ შეიძლება იყოს. ამიტომ იწყებ ამ შეგროვებული რაღაცების გაჩუქებას. მე შუა ასაკის კრიზისი გეწყება და კიდე იწყებ რაღაცების ყიდვა და შეგროვება. მე ხვდები, რომ ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ ვეღარ შეხვალ და ასე ხდება რა ცხოვრების პერიპეტიებმა. და თუ რა საქმიანობას ეწევა ირაკლი, შეგიძლიათ აი ამ ვიდეოში ნახოთ, აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო და ნახავთ, რომ არა საკმაოდ ძალიან საინტერესოა, ძალიან საჭირო საქმეს აკეთებს. გავიცი ირაკლი, აი ჩვენ უკვე კარგა ხანია ვსაუბრობთ, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მე ასე ვფიქრობ და მე მგონი კიდე მე ასეთი ეჭვი მაქვს, რომ კიდე მოგვიწევს ჩვენ. ახლა უკვე კიდე სხვა რაღაცებზე საუბარიც, რომელიც ერთადაც გადაგვივლია და ცალ-ცალკედაც და ალბათ ბევრი კითხვა იქნება, ამ კითხვებს მე შევკრიბავ და ამაზეც რო გავცეთ მე პასუხი. და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრა ამ მართლა ძალიან საინტერესო და საჭირო საუბრისთვის და ინტერვიუსთვის და დიდი მადლობა. არაფერს, პირიქით, დიდი მადლობა შენ, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენე ჩემი ახალგაზრდობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები რა. დიდი მადლობა და ნახვამდის და ავი იმედია შევხვდები და კიდევ ბევრს ვისაუბრებთ. აუცილებლად. კარგად გამოგვდის მე და შენ საუბარი ხოლმე ისედაც. ყოველთვის კარგად გამოგვდიოდა. ყოველთვის კარგად გამოგვდიოდა. კარგი, დიდი მადლობა, აბა, მოლ შეხვედრამდე.